გამარჯობა ძვირფასოს მენდებო ეთერშია პრაქტიკული ფილოსოფია, მე მქვია ნინო და დღეს განვიხილავთ უფროსი არკანებიდან მე-15 არკანს, რომლის სახელი არის ეშმაკი. დღეს განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ არკანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვექნება რეალურად სალაპარაკო. ეს არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ხსნის ეგრე ვთქვათ ჯოჯოხეთის კარებს, კაბალისტური ჯოჯოხეთის კარებს. ჩვენ ვისაუბრებთ აქ კაბალისტურ ჯოჯოხეთზე, რამდენადაც ძირითადი იდეა, რომელზეც დაფუძნებული არის ტაროს კარტი, ეს არის კაბალისტური სოფხედველობა. და გარდა ამისა, კარტა არის პირველი, ძალიან ნეგატიური, ძალიან საშიში და ეს კარტა არის ისეთი კარტა, ეს პერსონაჟი არის ისეთი პერსონაჟი, რომელსაც ხელში უჭირავს ფაქტიურად მთელი ქვეყანა, არ მომერიდება ვთქვა. ლექცია იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ემოციურად დატვირთული, ძალიან რთული, იმიტომ რომ თქვენ ბევრ რამეს აღმოაჩენთ თქვენს გარშემო, თქვენ აღმოაჩენთ, რომ აი ეს ნეგატიური ენერგია პლანეტა დედამიწაზე სამწუხაროდ, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში დომინირებს. ჩემთვის ძალიან რთული იყო ზოგადად აი ამ ინფორმაციის დამუშავება. იმიტომ რომ ის იყო აბსოლუტურად ყოვლის მომცველი. აი ეს არ მომერიდება და ვიტყვი ამას. ხო და მაშასადამე დავიწყოთ. ხო, სანამ დავიწყებთ უშუალოდ ლექციას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაღებთ ეგრე ვთქვათ ახალ კარიბჭეს უფროსი არკანებიდან სულელის მოგზაურობაში, ხო? ანუ სულელმა გაიარა განვითარების რაღაც გარკვეული ეტაპები, პირველ რიგში ის დაიბადა, შემდეგ მას ყავდა სულიერი მშობლები, ეგრე ვთქვათ, მისი გონება შედგება ორი კარტისგან, როგორიც არის მაგი და უმაღლესი ქურუმი ქალი, ანუ ადამიანის გონების ცნობიერი და ქვეცნობიერი ნაწილი. შემდეგ მას ყავდა მშობლები, ანუ გაიარა მშობლების ეტაპი, მიიღო განათლება. შემდგომ მან გააკეთა არჩევანი, ესე ვთქვათ, გადავიდა სოციუმში, მიიღო სამსახური არკანი ეტლის მიხედვით და შეეცადა პირველად ესწავლა საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა, საკუთარი ნიჭის ეგრე ვთქვათ გამოვლინება და თან რეგულირება და თავის თავში ჩაღრმავება. და ის გადავიდა ახალ ეტაპზე, რომლის იდეა იყო უმაღლესი ღვთიური იდეების შეცნობა. შემდეგი არკანებით, როგორებიც არის სიღბალის ბორბალი, სამართალი, ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობა, სიკვდილი და ზომიერება. და ეხლა ჩვენ გადავიდით ახალ ეტაპზე, ანუ ჩვენი სულელი გავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც ეწოდება მისი რეალიზაცია, თვით რეალიზაცია. რა არის თვით რეალიზაცია? ელემენტარულად რომ დაგუგლოთ, თვით რეალიზაცია განმარტებულია როგორც საკუთარი პირადი პოტენციალის გამოვლენა და გამოყენება ცხოვრებაში, ხო? ანუ საკუთარი პირადი პოტენციალზე მუშაობა. და რაც უნდა გასაკვირი იყოს, აი ამ თვით რეალიზაციის ეტაპი იხსნება კარტა ეშმაკით. რა ხდება ეხლა ზოგადად აი ამ ჩვენი სულელის მოგზაურობის გზაზე და რატო ხსნის ეშმაკი აი ამ ახალ ეტაპს, თვით რეალიზაციის ეტაპს. ანუ ჩვენმა სულელმა მიიღო სამსახური კარტა ეტლის მიხედვით, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ მას აქვს რაღაც გარკვეული ნიჭი, რაღაც განმასხვავებელი მისი თვისება, რომელიც ხდის მას უნიკალურს. ისეც, როგორებიც სხვები არ არიან. და ცოტა არ იყოს ისწავლა ცხოვრებაში ამ ნიჭის დათრგუნა. რამე თუ, როდესაც შენ მუშაობ სხვა ადამიანზე, შენ ამჟღავნებ შენ პირად თვისებებს, ისეც როგორიც უნდა შენს დამქირავებელს, ხო? თუ გაქვს რაღაც გარკვეული ნიჭი დაუშვათ სიმღერის და მუშაობ ელემენტარულად საბანკო სისტემაში, არავის შენი სიმღერის ნიჭი არ აინტერესებს. და შესაბამისად, მერვე კარტის მიხედვით ეს ადამიანი ამ ნიჭს არეგულირებდა, ანუ იძენდა ხობის, სხვადასხვანაირად ერთობოდა ცხოვრებაში, ცოტა არ იყოს და მოშვებოდა ხოლმე აი ამ ნიჭის გამოვლენის დროს, შეიძლება ჩუმად ხატავდა, შეიძლება ჩუმად მღეროდა და ასე შემდეგ. და ეხა დრო მოვიდა იმისა, რომ ადამიანმა გამოუშვას თავისი ნიჭი. მაგრამ
რატომ არის, რომ აი ამ ნიჭის გამოშვებისას მისთვის არის შემდეგი კარტა, რომელიც პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით ძალიან საშიშია, ძალიან ნეგატიურია. ეშმაკის კარტა. საქმე იმაშია, რომ ადამიანმა შეიძლება ვერ მოზომოს თავისი პირადი ნიჭის ძალა, ესე ვთქვათ, და მეორე მხრივ მიმართოს ეს ისეთი მიმართულებით, რეალურად ეს საკუთარი ნიჭი ისეთი მიმართულებით, რომელიც არ აწყობს მას, არამედ აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკს. ანუ ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული დიდი პოტენციალი, რომელიც რეალურად მას შეიძლება აშოვნინებს ძალიან დიდ ფულს და ეშმაკი მას პირდება გარკვეულ გარიგებას, რომ მოდი იმუშავე ჩემზე, მოდი გააკეთე ის, რაც მე მინდა და მაშოვნინე ფული, მე უცებ გაგამდიდრებ დაუშვათ და შენ იქნები წარმატებული ადამიანი. ჩემს გარეშე შენ არაფერი გამოგივა. ადამიანი უცებ ათავისუფლებს ამ თავის ნიჭს, შეიძლება შეულობს ძალიან დიდ ფულს, შეიძლება რაღაც გარკვეულ უპირატესობებს იღებს ცხოვრებაში, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ეს გამოცდილება მას არათუ არ ადგება ცხოვრებაში, არამედ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავს აღმოაჩენინებს ჯოჯოხეთში. არ ვიცი, კიდე რა მაგალითი შეიძლება მოგიყვარეთ მაგალითად. აი, მოდი ჩემი პირადი მაგალითი. მე მქონდა არაერთი გამოცდილება ცხოვრებაში, გამიყიდა გარკვეული პროდუქტები. მე მუშაობდი როგორც აი, სხვადასხვა სფეროში მუშაობდი და რეალურად შემეძლო ძალიან დიდ რაოდენობა ჩემს სამსახურში, სადაც მე მუშაობდი, ვყიდით გარკვეულ პროდუქტებს. მაგრამ მე არასოდეს არ გამიყიდა ესეთი პროდუქტი, რომელსაც მე არ მჯეროდა. გესმით, რომელიც მე არ მომწონდა. როგორ შეიძლება გავყიდო ის, რაც მე რეალურად არ მომწონს და რისიც მე რეალურად არ მჯერა. პოტენციურად მე მაქვს ამისი ნიჭი, რომ ფაქტიურად გავყიდო აბსოლუტურად ნებისმიერი პროდუქტი. შემიძლია თვით ეშმაკიც კი შევახვიო, ესე ვთქვათ, და ფული გადავახტევინო. მაგრამ მე მიჭირს ფსიქოლოგიურად ისეთ საკითხებზე მუშაობა, რომელიც ჩემი არ არის, ესე ვთქვათ, რომლითაც მე ნამდვილად არ მჯერა. თუმცა ამითი შეიძლება და ძალიან დიდი ფულის შოვნა, ხო? აი, დაახლოებით ეს არის გარიგება ეშმაკთან. მაგრამ სინამდვილეში საქმე კიდე უფრო ვრცლად არის და კიდე უფრო რთულად, ვიდრე დავუშვათ მე ეს თქვენ გითხარით, აი უბრალოდ ნიჭის მაგალითზე. სინამდვილეში საქმე არის ისე, რომ თქვენ ნიშს, თქვენს პირად თვისებებს, პირად შესაძლებლობებს რეალურად აძლევთ სხვა ადამიანს. თქვენ ისევ ემსახურებით სხვა ადამიანს, ანუ აქამდე თუ რიგითი თანამშრომელი იყავით, ესე ვთქვათ, სხვაზე დასაქმებული, ხო, ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობის მიხედვით. ეხლა ან ეტლის მიხედვით, ხო? ეხლა თქვენ აღარ ხართ რიგითი თანამშრომელი, არამედ თქვენ ხართ გარკვეულწილად დაწინაურებული თანამშრომელი, რომელიც გამოიმუშავებს საკმაოდ დიდ თანხას თავისი პირადი ნიჭიდან გამომდინარე და ეხლა პრინციპში ყველაფერი სხვანაირად არის, თქვენი ხელფასი იზრდება, თქვენი შესაძლებლობები იზრდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ მაინც სხვაზე მუშაობთ, ანუ ამ შემთხვევაში თქვენ მუშაობთ ეშმაკზე. მოდით ზოგადად ვნახოთ, როგორი არის ეს კარტა. ვინ არის ეშმაკი? ეშმაკი არის დიდი ინდივიდუალისტი. ძალიან ხშირად ეშმაკი ასოცირდება თხასთან, მას ყავს თავისი პროტოტიპი ბერძნული მითოლოგიიდან. ეს არის ადამიანის პირვანდელი ინსტინქტების დამცველი ღმერთი პანი, რომელსაც აქვს თითქმის ისეთივე გარეგნობა, რომლითაც ხატავენ ეშმაკს, ანუ ღმერთი პანი დაიბადა ძალიან უცნაური გარეგნობით, მას ჰქონდა ადამიანის ტანი და თხის რქები და ასევე თხის ჩლიქები. ის იყო ძალიან მხიარული ტიპი, თუ შეიძლება ესე ითქვას, ხშირად მას გამოხატავენ სალამურით ხელში. ხო და ასეთი უცნაური გარეგნობის გამო ის ხშირად ხალხს გვრიდა შიშს. ის იყო ძირითადად ცხოვრობდა ტყეში, იყო მეცხვარეთა დამცველი და იყო ასევე მონადირეთა დამცველი. და რეალურად, როდესაც ადამიანი მას ხვდებოდა, გარდა ამისა ის ფლობდა ძალიან უცნაურ ხმას და როდესაც ხვდებოდა მას ტყეში, ერთადერთი რაც ეუფლებოდა მას, ეს იყო შიში. შიში სხვანაირად რომელსაც შეიძლება ეწოდოს პანიკა. აი სწორედ აქედან მოდის შიში
პანიკა, ანუ სიტყვა პანიკა, რაც ნიშნავს ადამიანის პირვანდელ შიშს, ანუ პირველყოფილ ინსტინქტებზე დაფუძნებულ შიშს. შიშს, რომელიც დაფუძნებული არის სხეულის გადარჩენაზე და პრინციპში სხეულის დაცვაზე, ხო? პირვანდელი ჩვენი ინსტინქტები ყველაზე ძლიერი არის ინსტინქტები დაკავშირებული ჩვენი სხეულის დაცვასთან. და სწორედ აი ამ პანმა შემდგომ პოვა განსახიერება ეშმაკის ისეთ იერსახეში, რომელსაც ჩვენ ხედავთ ძალიან ხშირად სხვადასხვა ფრესკებზე, ეკლესიაში. საერთოდ ეშმაკი საკმაოდ პოპულარიზირებული ყავს ძალიან ბევრ რელიგიას, ანუ ეს არ არის დამალული პერსონაჟი, ანუ მას აქვს რაღაც გარკვეული იერსახე და მას შეხვდებით ძალიან ხშირად ფაქტიურად ყველგან, ანუ იქ სადაც არის ღმერთი, ხალხი მოიაზრებს იმას, რომ იქვე უნდა სადღაც ახლო-მახლოს იყოს ეშმაკი. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი ეშმაკი გამოხატული არის თხის რქებით, მას აქვს ესეთი უცნაური ფრთები, საკმაოდ ესეთი პატარა ღიპიც აქვს, ანუ საკმაოდ მოსვენებული ცხოვრებით ცხოვრობს, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ეშმაკი ყოველთვის ცხოვრობს ზღვის ხარჯზე და უცნაური, ანუ ფეხები თითქოს კი აქვს თხის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მხატვარმა ინება და მისცა მას აი ქათმის ფეხები რეალურად, ხო? ანუ ტერფი თვითონ აი ქათმის ფეხს ემსგავსება. მას აქვს ხელი აშვერილი ზემოთ, გარკვეულწილად ის წააგავს ეროფანს, იცით? რომელიც ზის რაღაც გარკვეულ ტრონზე და ასევე აშვერილი აქვს ხელი ზემოთ და ეს დამთხვევა ზოგადად ტყუილი არ არის. ეშმაკს და ეროფანს მართლაც ძალიან ბევრი რამე აქვს საერთო. თუ ეროფანტი არის მასწავლებელი და ის ადამიანს ასწავლის ზოგად ცოდნას, ანუ აძლევს ზოგად ცოდნას, თეოლოგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა მეცნიერულ ცოდნას, ნებისმიერ ცოდნას, რომელიც მიღებული არის ჩვენ საზოგადოებაში, ეშმაკიც ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით მოიაზრება როგორც მასწავლებელი და თან უდიდესი მასწავლებელი, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს არის არა ზოგადი ცოდნის გამორჩენებელი მასწავლებელი, არამედ მასწავლებელი ინდივიდუალისტი, რომელიც თქვენ გაძლევთ პირად გაკვეთილებს, ესე ვთქვათ, გაკვეთილებს, რომლებიც აბსოლუტურად დაფუძნებული არის თქვენს გარკვეულ ინდივიდუალურ თვისებებთან, ანუ თქვენს პირად ნიჭთან, თქვენს პირად შესაძლებლობებთან და თქვენს პირად ამბიციებთან. ხო და აი ეს მასწავლებელი არის ყველაზე ძვირად ღირებული, იმიტომ რომ ზოგადი ცოდნა რეალურად ცხოვრებაში არავის არაფერს არ ასწავლის. ახალგაზრდა ადამიანი არ არის დაინტერესებული რეალურად არაფრით გარდა იმისა, რომ ესე ვთქვათ, კარგი დრო ატაროს და ნახოს ადამიანი, რომელიც შეუყვარდება და ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება. ხოლო აი ეშმაკის კარტის მიხედვით, თუ ადამიანმა გამოიარა ეშმაკის კარტი, მან შეიძლება ძალიან თამამად განაცხადოს, რომ ის ცხოვრებაში არის მრავალნაცადი, მრავლის მნახველი და ყველაფერი გამოვლილი აქვს საკუთარ კისერზე. და თუ გამოვა ის აი ამ კარტის ზემოქმედების ქვეშ, ეს იქნება მისთვის სულიერი ზრდა. რა თქმა უნდა, ხო? საერთოდ ტაროს კარტში ნებისმიერი კარტა არის ნაჩვენები როგორც ადამიანის სულიერი ზრდის შესაძლებლობა, რომლის საბოლოო მიზანი არის გასხივოსნება, ხო? ადამიანის მიერ საკუთარი თავისი შეცნობა და ადამიანის მიერ ღმერთისადმი უპირობო ნდობის შეცნობა. კარგით, მოდით მოკლედ ვიტყვი კიდე ცოტაოდენ ორ სიტყვას აი ამ კარტაზე. ხო, გარდა ამისა, რატომ არის რომ ეშმაკი ხშირად ასოცირდება თხასთან, ხო? არავინ არ ხატავს ეშმაკს არც ცხრის გარეგნობით, არც დავუშვათ ლომის გარეგნობით, რომელიმე სხვა ცხოველის გარეგნობით, ხო და მხოლოდ თხა. საქმე იმაშია, რომ უძველეს დროში ადამიანი ძალიან კარგად იცნობდა შინაურ ცხოველებს, ანუ შეეძლო მათი ბუნების შეცნობა, ის იცნობდა ცხვარს, თხას და ასე შემდეგ. გაგიგიათ თუ არა თქვენ გამოთქმა, ესეთი გამოთქმა, განტევების ვაცი. იგივე კозёл отпущения რუსულად. რა არის ახლა ეს განტევების ვაცი და რა კავშირი აქვს მას ეშმაკთან? განტევების ვაცი არის უძველესი მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთი
ფენომენი, რომელიც იყო ებრაულ კულტურაში, ანუ ებრაელებს უდაბნოში გაყავდათ ორი ვაცი, ესე ვთქვათ, ორი ახალგაზრდა თხა და ერთს კლავდნენ და ჭამდნენ, როგორც მსხვერპლ შეწირვას რა, ადრე, ძველი მათი იდეოლოგიის მიხედვით წირავდნენ ღმერთს და მეორე თხას აბამდნენ რქაზე ესეთ საყვარელ წითელ რაღაც ნაჭერს და უშვებდნენ უდაბნოში და ზოგადად ასოცირებული იყო ეს წითელი ნაჭერი მათ მიერ ჩადენილ ცოდვებთან, ანუ ამ თხას ესე ვთქვათ გადასცემდნენ ყველა თავის შეცოდებას და შემდგომ უდაბნოში უშვებდნენ, რომ იქ რამე ცხოველს შეეჭამა. რატომ უშვებდნენ დავუშვათ თხას და არა ცხვარს დავუშვათ? იმიტომ რომ ცხვარი რეალურად არც წავა მარტო რომ გაუშვა. ცხვარს აქვს ჯოგური აზროვნება, სხვანაირად ცხვარი ვერც გადარჩება, იმიტომ რომ რეალურად აი ცხვარივით დამყოლიაო, ხო? ცხვარივით იქცევა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი იქცევა ისე, როგორც საზოგადოება მას კარნახობს. რეალურად ცხვარი მიდრეკილია ინსტინქტურ დონეზე იმაზე, რომ ის იყოს აუცილებლად ფარაში, თორე ის ვერანაირად ვერ გადარჩება. ის აბსოლუტურად დაუცველია ფარის გარეთ. და შესაბამისად ცხვარი არ განიხილება როგორც ინდივიდუალისტი. გესმით? ეს არის აი ცხვარივით ადამიანიაო, რომ ამბობენ, ის მას ნიშნავს, რომ საკუთარი ინდივიდუალური აზროვნება მას ფაქტიურად არ გააჩნია. ხო და ეშმაკი ასოცირდება უკვე თხასთან და თხა უკვე განიხილება როგორც ინდივიდუალისტი, ხო? თხა არ არის მშიშარა. თხას შეუძლია სათავეში ჩაუდგეს ნებისმიერ ცხვარის ფარას და თხის ფარას და ასე შემდგომ. თხა არის ძალიან ამბიციური, ის ყოველთვის მზად არის, რომ წავიდეს უშორეს წერტილში, ავიდეს უმაღლეს მთაზე, იმისთვის, რომ იქ რაღაც გარკვეული გემრიელი მწვანე ფოთლები შეჭამოს. ხო და ის სწორედ ესეთ ინდივიდუალურ ამბიციებთან, ინდივიდუალურ სურვილებთან და ოშიშრობასთან არის დაკავშირებული ეშმაკი და შესაბამისად ეშმაკი და თხა ადამიანებმა ერთმანეთს დაუკავშირეს თავისი ხასიათის მიხედვით და ესე ვთქვათ შერწყეს ერთმანეთს რა, ანუ თხის ხასიათი და ადამიანის ამბიციური ბუნება და მიიღეს ესეთი სინთეზი, ნახევრად ადამიანი, ნახევრად თხა. ეხლა კარტაზე ფონი არის შავი, ზოგადად შავი ფონი როდესაც არის, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არ არის ღვთის წყალობა. ანუ ყოველთვის როდესაც ფონი ნათელია, ან ცისფერია, ნაცრისფერი ფონიც კი ზოგადად ფიქრების ფონია, შეიძლება ცოტა ნეგატიური იყოს, მაგრამ ის არ არის ბნელი და მუქი ფონი, ის არ არის რამე ცუდის მომასწავლებელი ფონი. ხოლო იქ სადაც არის შავი ფონი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად არის და აქ საქმე გვაქვს რაღაცა გარკვეულ ბნელ საქმესთან. ეშმაკს ხელში უჭირავს ჩირაღდანი და ზოგადად ჩირაღდანი უძველეს დროში ასოცირებული არის მხოლოდ და მხოლოდ ცოდნასთან, განათლებასთან, თვითშემეცნებასთან. ჩვენ ჩირაღდანს ხვდებით ასევე განდეგილის კარტაში, ის ჩირაღდანი კი არა რეალურად სანათობელი უჭირავს მას ხელში, ხო? აი სინათლე როგორც ცოდნის და ინფორმაციის წყარო და ეშმაკი ამ შემთხვევაში აი ამ ინფორმაციის წყაროს მაქსიმალურად მალავს და ადამიანს ამყოფებს უმეცრებაში. ხოლო მარჯვენა ხელი აქვს აშვერილი ზემოთ და ეუბნება შენ არ გჭირდება არანაირი ზედმეტი ცოდნა, უბრალოდ წამომყევი მე, უბრალოდ გააკეთე ის, რასაც მე გეუბნები და მე შენ გპირდები ძალიან ბევრ კარგ რაღაცას შენი ინდივიდუალური სურვილებიდან გამომდინარე. აუცილებლად ინდივიდუალური სურვილებიდან გამომდინარე. ხო, თვითონ ეს ეშმაკი ზის ესეთ მონოლიტზე, ოთხკუთხა ფიგურაზე, ნებისმიერი ოთხკუთხა ფიგურა აღიქმება როგორც ადამიანის შექმნილი რაღაც გარკვეული ინსტიტუტი, საკმაოდ ესეთი პატარა ინსტიტუტი არის, ესე ვთქვათ, მაგრამ ის არის გარკვეულწილად ფუნქციონალური, იმიტომ რომ აი ამ ოთხკუთხა ფიგურაზე მიჯაჭვული არის ჩვენი ადამი და ევა, სწორედ ის ადამი და ევა, რომელიც ჩვენ გავიცანით მეექვსე კარტაში, რომელიც იყო კარტა საყვარლები, იგივე არჩევნის კარტა.
სადაც ადამი და ევა აკეთნებდნენ არჩევანს თავისი ცხოვრების შესახებ. ეს არჩევანი უნდა გაკეთებულიყო გულით და სულით. ხოლო ამ კარტაზეც ფაქტიურად ადამმა და ევამ გააკეთეს რაღაც გარკვეული არჩევანი, მაგრამ როგორც ფონი გვეუბნება და როგორც ჯაჭვები გვეუბნება, ეს არჩევანი მართლაც გააკეთა გულით და სულით, მაგრამ არასწორი მიმართულებით. ისინი აღმოჩნდნენ ჯაჭვების ქვეშ. ზოგადად ჯაჭვები ასევე არის თემატური ბერძნული მითოლოგიიდან ჯაჭვებით რეალურად სჯიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ღმერთებს არ ემორჩილებოდნენ, ხო? თქვენთვის ალბათ ნაცნობია მითი პრომეთეს შესახებ, რომელმაც ღმერთის, ანუ ზევსის განკარგულებას, რომ ადამიანებისთვის ცეცხლი წაერთმია, ეგრე ვთქვათ, განუდგა, უგულებყო ეს განკარგულება, ეს კანონი და მოპარა ღმერთებს ცეცხლი ოლიმპის მთიდან და ჩაუტანა ადამიანებს, რომ ისინი გამთბარიყვნენ და გადარჩენილიყვნენ ამოწყდომას. და ამისთვის პრომეთე, იგივე ქართველებისთვის ამირანი, ხო? ბერძნებისთვის პრომეთე, ჩვენთვის ამირანი, მიაჯაჭვეს კლდეზე და მასთან ყოველ დღე მოდიოდა არწივი, რომელიც ჭამდა მის ღვიძლს და დღის განმავლობაში ჭამდა ამ ღვიძლს და ღამის მანძილზე ეს ღვიძლი რეგენერირებდა და ამირანი ისევ ახალშობილი ბავშვივით იყო. რომ მომავალ დღეს კიდე მოსულიყო ეს არწივი და ისევ განსაცდელის ქვეშ ჩაეგდო ეს და ესე გრძელდებოდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე, სანამ შემდგომ ეს პრომეთე არ დაიხსნეს. რეალურად პრომეთემ მაინც მოახერხა გათავისუფლება, მას დაეხმარნენ ამ საკითხში. ხო, ეს ჩვენი პერსონაჟებიც ადამი და ევა არ არიან მიბმული, ესე ვთქვათ, ძალიან ვიწრო და ისეთი მძიმე ბორკილებით. რეალურად ჩანს, რომ მათი სახის გამომეტყველება არ არის მაინც და მაინც უბედური, ხო? და რეალურად რომ მოიდომონ, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ შვენივრად გამოიძვნინონ თავი აი ამ კისერზე შემოკრული ჯაჭვიდან და გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს ადამი და ევა გარკვეულწილად ნებაყოფლობით, საკუთარი არჩევნით მართლაც, იმიტომ რომ ცხოვრებაში ყველაფერი არის არჩევნის საკითხი, მართლაც ერთ-ერთი უდიდესი რამ, რაც კი მოგცა ჩვენ ღმერთმა, ცხოვრებაში ეს არის არჩევნის თავისუფლება, ხო? და ეს ჩვენი ორი პერსონაჟი, ადამი და ევა, მართლაც საკუთარი ნებასურვილით და საკუთარი არჩევნით მიჯაჭვული არის აი ამ მონოლითზე, აი ამ ოთხკუთხა ფიგურაზე და პრინციპში ჩანს, რომ არც ისე ცუდად გრძნობს ალბათ თავს, არც ისე ცუდად გრძნობენ, იმიტომ რომ მათი სხეულის პოზაც ყოველ შემთხვევაში აგონიას ნამდვილად არ გამოხატავს. ხო, რატომ არიან ახლა ეს ადამიანები შიშვლები? ტაროს კარტებში ზოგადად შიშველი ფიგურები ასოცირდება ბუნებრიობასთან. ეს ადამიანები არიან შიშვლები, იმიტომ რომ ისინი გამოხატავენ აქ, როგორც საყვარლების კარტაში, თავის ბუნებრიობას და ხო ისაოცრებავ. აღმოჩნდა, რომ ტაროს კარტის მიხედვით, აი მეშმაკის კარტის მიხედვით, აი ეს მათი ცუდი მხარე, ესე ვთქვათ, მათი ნეგატიური გამოცდილება გარკვეულწილად მათი ბუნებრიობის ნაწილია. ანუ გამოდის, რომ ისევე როგორც სიკეთე, სიბოროტეც კი ადამიანის ბუნებრიობის შემადგენელი ნაწილია. და სწორედ ამისი თქმა უნდა ამ კარტას და ისევ ყველაფერი არის არჩევანზე, ხო? ავირჩევთ ჩვენ კეთილ მხარეს თუ ავირჩევთ ჩვენ ბოროტ მხარეს. ხო, მათ აქვს ძალიან საინტერესო კუდები, ანუ ადამის კუდი არის ცეცხლოვანი, ასოცირდება ზოგადად ვნებასთან, მამაკაცურ ვნებასთან, ანუ მამაკაცური ვნება მისთვის წარმოადგენს საკმაოდ დიდ სისუსტეს, ჩანს მამაკაცური სქესის წარმომადგენლებისთვის, ხოლო ჩვენ ევას კი ეკუთვნის ესეთი ყურძნის მტევანი, როგორც ღვინის და კამის განსახიერება, ანუ კარგი გემრიელი საკვების განსახიერება. და მას შესადამე ეს ორი პერსონაჟი ნებაყოფლობით იღებს აი ამ ეშმაკის ინდივიდუალურ შემოთავაზებას და ესე ვთქვათ, ჩადის ჯოჯოხეთში. კი ბატონო, აი ამ შემთხვევაში მე უკვე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ რა არის ჯოჯოხეთი ტაროს კარტის მიხედვით, იმიტომ რომ
როგორც აქამდე ვთქვი, ტაროს კარტი ეფუძნება ჰერმეტიზმს, ამის შესახებ მე ჩაწერილი მაქვს ვიდეო, ის ასევე ეფუძნება კაბალას და კაბალისტები სხვათა შორის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ზოგადად ჯოჯოხეთს. მათთვის არ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა თვითონ ეშმაკის ფიგურას, ამ ეშმაკის არქეტიპს, არამედ თვითონ ჯოჯოხეთს. მათ აქვს სპეციალური სახელი შემშობებული ამ ჯოჯოხეთისთვის და ქვია მას კლიპოტი. ანუ კლიპოტური თვითონ ესეთი გამოთქმა თუ გაგიგიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდი, ყველაფერი ნეგატიური, ყველაფერი უარყოფითი და ჯოჯოხეთური. კაბალისტებისთვის ჯოჯოხეთი არ არის სადღაც მომავალში, არამედ ის არის ახლა და ამ მომენტში, ან სადმე გვერდით, ხო? სადაც თქვენ შეიძლება გამოცადოთ თქვენი ესე ვთქვათ ჯოჯოხეთური გამოცდილება. საერთოდ კაბალისტების მიხედვით დროის აღქმა განსხვავდება ქრისტიანების დროის აღქმისგან. იმისთვის რომ უკეთესად გავიგოთ ამ შინაარსი, თვითონ დროის შინაარსი, მე მოგიწოდებთ რომ ნახოთ ჩემი ვიდეო ჩამოკიდებული კაცის შესახებ, იმიტომ რომ ჩამოკიდებული კაცი რეალურად არის ხეზე ჩამოკიდებული, თვითონ კარტას რო შევხედავთ, ანუ ხეს აქვს ვერტიკალური შტო და ჰორიზონტალური შტო. და ჰორიზონტალური აღქმა დროის ფაქტიურად არის ქრისტიანული აღქმა, ანუ ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ჩვენ ვიბადებით რაღაც გარკვეულ წერტილში, ანუ ხაზის დასაწყისში, მერე ხდება ჩვენი ცხოვრება ამ ხაზზე, ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ, ეს შევცოდეთ, ის კარგი გავაკეთეთ და ასე შემდგომ, ხდება ამ გამოცდილების დაგროვება, შემდგომ ეს ჰორიზონტალური ხაზი წყდება, ადამიანი კვდება და შესაბამისად იღებს ან საჩუქარს, როგორც სამოთხეს და ან ჯოჯოხეთს, როგორც დასჯას, ხო? მაგრამ კაბალისტები დროს აღიქვამენ არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური განზომილებით. თუ შეიძლება ესე ითქვას. ვერტიკალური განზომილება არის დროის აღქმა ამ მომენტში. კაბალისტები ყოველთვის ცდილობენ რომ იცხოვრონ ამ კონკრეტულ მომენტში. ანუ ამ მომენტში ერთი წამის მიერ კიდე ამ წამში და ამ წამში. რა ხდება? ან მათი მთავარი იდეოლოგია არის ის, რომ მათ მოახდინონ კონცენტრაციის ყურადღება ამ გარკვეულ მომენტზე, გამოთიშონ გონება წარსულის სინანულისგან, გაანალიზებისგან, ვინ რა გვაწყენინა, ვინ რითი დაგვეხმარა, ვინ რა გვადგინა და ასე შემდგომ, ასევე გათიშონ გონება მომავლისგან, თუ რა გვექნება, შევძლებთ თუ არა ვიყიდო მანქანა, შევძლებთ თუ არა ვიყიდო სარეცხი მანქანა და ასე შემდგომ, ხო? ანუ მომავალი ოცნებებისგანაც გათიშო გონება და კონცენტრირდნენ მაქსიმალურად ეხლა ამ მომენტში. ანუ ეხლა ამ მომენტში მე ვარ ამ ოთახში, დავუშვათ, სადაც ვიწერა ამ ვიდეოს, არაფერი არ მტკივა და ვარ ჯანმრთელი, შეიძლება ესე ითქვას. და შესაბამისად ყველაფერი კარგად არის. გესმით? ანუ მაქვს ეს უნიკალური სამყარო საჩუქრად, სადაც მე მოვედი და მაქვს ყოველი პირობა იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ წუთში ვიყო ბედნიერი. და შესაბამისად ყველაფერი კაბალისტებისთვის ხდება ამ მომენტში, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის სიმართლისგან გაქცევა და რაღაც გარკვეულ ილუზორულ სამყაროში ცხოვრება. იმიტომ რომ კაბალისტური ფილოსოფიის მიხედვით და შესაბამისად ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით თქვენი ყოველი ეხლანდელი მომენტი ქმნის მომავალს. ანუ თქვენი ფიქრებით და თქვენი ემოციებით, თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობით იზიდავთ მომავალს. ანუ თუ თქვენ ხართ ეხლა რაღაცით კმაყოფილი, მომავალში სამყარო მოგცემთ მილიონ მიზეზს იმისთვის, რომ თქვენ რეალურად იგრძნოთ თავი კმაყოფილად ცხოვრებაში. და თუ თქვენ ხართ რაღაცით უბედური, მაშინ აუცილებლად მოგეცემათ თქვენ მიზეზები, რომ თავი კიდევ უფრო უბედურად იგრძნოთ. და სწორედ ამ თეორიის მიხედვით ეს ჯოჯოხეთი არ არის სადღაც შორს ან თქვენი სიკვდილის მერე, ან რაღაც გარკვეული პერიოდის მერე, 1000 წლის მერე ისა ასე შემდგომ, არმაგედონს რო ელოდებიან ხო ზოგიერთი სექტანტები, ხო? არა. შეუძლებელია რაღაცაზე იფიქრო მომავალში, როდესაც ეხლა უკვე აღარაფერი არა გაქვს.
გესმით? ანუ თუ შენ ეხლა უკვე უბედური ხარ, ეხლა თუ უკვე ავად ხარ, ეხლა თუ ფული არ აქვს და ეხლა თუ ნორმალური ოჯახიც არ აქვს და ყოველდღე ცხოვრობ სკანდალებში, თქვენ უკვე ჯოჯოხეთში ხართ. აღარ არის ადამიანის შეშინება აუცილებელი რაღაც გარკვეული ეფიმერული ჯოჯოხეთით. ყველაფერი არის ეხლა და ამ მომენტში. მაგრამ აი ამ ჯოჯოხეთის ეხლა ესე ვთქვათ კაბალისტური ეხლანდელი ჩვენს გვერდით არსებული ჯოჯოხეთის საკმაოდ სიღრმისეული შესწავლა მიმდინარეობს. იმიტომ რომ ზოგადად იცით რა არის, ეშმაკს აქვს ესეთი თვისება, როგორც აქამდე აღნიშნე, რომ ადამიანს მისცეს საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზებები, ინდივიდუალური შემოთავაზებები დაფუძნებული ადამიანების კონკრეტულ ნიჭზე და მათ კონკრეტულ ამბიციებზე, ხო? და ის აი ამ ამბიციების გარკვეულწილად ეშმაკის სამსახურში ჩადებისთვის შეიძლება მართლაც ძალიან კარგად დასაჩუქრდეს ეშმაკისგან ამ მომენტში. გესმით? ეშმაკმა შეიძლება საკმაოდ კარგად დასაჩუქროს. ყოველთვის პირდება ძალიან ბევრს ეშმაკი ადამიანს და რეალურად ზოგჯერ მართლაც ასრულებს ხოლმე თავის დაპირებას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დროებით. და ასევე იმისთვის რომ ეშმაკმა დაარწმუნოს ადამიანი, მას ის აქვს ხატოვანი ბუნება, ის არის ძალიან მჭერმეტყველი, მას აქვს 1000 ხრიკი შემუშავებული იმისთვის, რომ ადამიანს თვალები აუხვიოს და ისე წარმოუდგინოს სიტუაცია, თითქოს ადამიანი შრომობს საკუთარი თავისთვის და რეალურად იღწვის საკუთარი კეთილდღეობისთვის, მაშინ როდესაც ის შრომობს მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკისთვის და ამით სარგებელს იღებს მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკი, ანუ ნეგატიური ენერგია, ხოლო თვითონ კიდე სინამდვილეში არის ბორკილების ქვეშ. მას ასე მოდით, ჩემო ძვირფასებო, ჩავყვინთოთ კაბალისტურ ჯოჯოხეთში. ანუ ეს ლექცია ხო და გპირდით რომ გრძელი იქნება, მეთქი ეს ლექცია ხო და მოებზადეთ, მე მგონი სადღაც 1 საათი გასტანს ზოგადად ეს ლექცია. მას ასე გავიცნოთ კაბალისტურ ჯოჯოხეთს, რომელსაც აქვს საკმაოდ ჩამოყალიბებული, ორგანიზებული სტრუქტურა. ეს არის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც მოიცავს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. და ყველა ამ ელემენტს აქვს შესაბამისი სატყუარა ხალხისთვის, შესაბამისი დაპირებები და შესაბამისი კაუჭები, რითაც უნდა გამოსდოს, ესე ვთქვათ, ადამიანებს, რომელსაც აქვთ მსგავსი ინტერესები. ხოლო მანამდე კი სანამ გავიცნობთ ამ სტრუქტურას, მოდით ცალი თვალით შევხედოთ დადებით სტრუქტურას. ანუ ხეს, კაბალისტურ ხეს, ეს არის საკმაოდ ცნობილი ხე კაბალისტებისთვის, რომელსაც ეწოდება სიცოცხლის ხე. და სიცოცხლის ხე არის ადამიანის სურვილების მატერიალიზაციის ხე. ანუ ფაქტიურად ეს არის რწმენის ხე, რომლის ფარგლებშიც ადამიანი ავითარებს საკუთარ რწმენას და შესაბამისად ახორციელებს საკუთარი სურვილების მატერიალიზაციას. ანუ მის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს ნომერი პირველი სფერო, რომელსაც ქვია კეტერი და ის წარმოადგენს ღმერთს, ანუ ღვთიურ სამყაროს და მის ყველაზე დაბალ წერტილს, ანუ უმდაბლეს წერტილს, რომელიც არის მეათე ნომრით წარმოდგენილი, ეს არის მეათე სფერო, რომელსაც ეწოდება მალკუტი. მალკუტი არის ჩვენი სამყარო, ჩვენი მატერიალისტური სამყარო, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. შესაბამისად, ჩვენ ცხოვრობთ ჩვენივე სურვილებით შექმნილ და ღვთის მიერ რეალიზებულ, ესე ვთქვათ, მატერიალისტურ სამყაროში. გარდა ამისა არის სხვადასხვა სფერო, ეს არის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე. ეს სხვა სფეროები არის თვითონ აი მატერიალური სურვილების რეალიზაციის ეტაპები, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების ხან ეჭვთან, ხან რწმენასთან, ხან იმედებთან, ხან შეიძლება უკან დახევასთან და ასე შემდგომ. ანუ ადამიანი, რომელმაც რეალურად ჯერჯერობით ვერ შეიცნო ღმერთი, შეუძლებელია, რომ ერთ დღეს ადგეს და უპირობო რწმენა კონდეს სამყაროში, ხო? მანაც უნდა გამოსცადოს, ესე ვთქვათ, თავისი თავის სამყაროში, მანაც უნდა გამოსცადოს ღმერთი, ესე ვთქვათ, რამდენად უსრულებს მას ღმერთის სურვილებს და შესაბამისად გაამყაროს თავისი
თავისი რწმენა. აი ამ მთლიანად აი ამ რწმენის გამყარებას და აი ამ ადამიანების სურვილების მატერიალიზაციას ემსახურება ეს ხე, ეს არის სიცოცხლის ხე და მას აქვს 10 სფერო, როგორც აქამდე ვთქვი. შესაბამისად, მას აქვს სხვადასხვა გზები, როგორც თქვენ ხედავთ, მანამდე მიმაქამდე მიმავალი, ამ სფეროებს შორის მიმავალი სხვადასხვა გზები. ეს გზები წარმოადგენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, რომლის მიხედვითაც ადამიანი გადადის ერთი სფეროდან მეორე სფეროში. ანუ თითოეული სფერო წარმოადგენს სურვილის რაღაც გარკვეული ეტაპების მატერიალიზაციას, რაღაც ეტაპობრივ მატერიალიზაციას. ეს გზები არის ის ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდგომ ეტაპზე, ხო? რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ტაროს კარტებთან. უпростоრეს ტაროს კარტები არის დაკავშირებული ამ სფეროსთან. ესმით, ტაროს კარტი სისტემატურაში აგებულია ამ სფეროზე. თუ ვინმე თქვენ გეტყვით, რომ ტაროს კარტი შეიძლება შეისწავლოთ ისე, რომ არ შეისწავლოთ ეს კაბალისტური ხე, გაიქეცით ასეთი ადამიანისგან, იმიტომ რომ ამ ადამიანს თვითონაც არაფერი არ გაიგება ტაროს კარტის შესახებ. აუცილებლად თუ გნებოთ რომ იყოთ კარგი სპეციალისტი, აუცილებლად წარმოდგენა, საკმაოდ ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეთ აი ამ ხეზე. შესაბამისად, ნაკლები წარმოდგენა უნდა გქონდეთ უკვე კლიპოტურ ხეზე. ეს არის ჯოჯოხეთური ხე, ეს არის სიკვდილის ხე, იმიტომ რომ აი ეს ხე, კაბალისტური ხე, ადამიანების სურვილების მატერიალიზაციის შესახებ იწოდება როგორც სიცოცხლის ხე და შესაბამისად კლიპოტური ხე არის ჯოჯოხეთური ხე, სადაც უკვე არის მოცემული არა სფეროები, როგორც აი ამ წინა ხის შემთხვევაში, არამედ კლიპები. რას ნიშნავს ახლა კლიპა? ეს კლიპა ნიშნავს ნატეხს, ნამსხვრევს. ანუ კაბალისტები თვლიან, რომ როდესაც იქმნებოდა ზოგადად ეს სამყარო, ღმერთი ცდილობდა დაეცვა უკიდურესი წონასწორობა კარგსა და ცუდს შორის. ანუ ეს ყველა თეორია, რაც კი ჩვენ გარშემო გვახვევია, ანუ კარგის და ცუდის შესახებ და ასე შემდეგ, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ესე ვთქვათ, ფუჭი, ანუ ცუდი არ არის ზედმეტი კაბალისტების მიხედვით. ცუდი არის სამყაროს შემადგენელი აუცილებელი ელემენტი, ანუ ზოგადად ნეგატიური არის აუცილებელი ელემენტი, რისგანაც შედგება სამყარო, ისევე როგორც სამყარო შედგება პოზიტიურისგან, ზუსტად იგივე ისევე ნაერად მას გვერდით სადღაც უნდა კონდეს იგივე ნეგატივი, ხო? იმიტომ რომ არ იყოს ნეგატივი, რომ არ იყოს ეს ცუდი ენერგია, რომ არ არსებობდეს კლიპოტი, ანუ კაბალისტური ნეგატიური ჯოჯოხეთური ხე, შესაბამისად ადამიანს არასოდეს არ ექნებოდა საშუალება გაზრდილიყო. იმიტომ რომ ცუდი რეალურად და ნეგატივი ადამიანს უბიძგებს თვითგანვითარებისკენ, ზრდისკენ, სულიერი ზრდისკენ და შესაბამისად ღმერთთან მიახლოებისკენ. და ღმერთი ამასთან, როდესაც ქმნიდა სამყაროს, ყოველთვის ცდილობდა დაეცვა რაღაც გარკვეული შუალედი, ხო, კარგსა და ცუდს შორის, იმიტომ რომ კაბალისტური თეორიის მიხედვით ჭეშმარიტება ყოველთვის არის სადღაც შუაში. ოდნავ დადებითისკენ და სადღაც შუაში. აი ესეთი თეორიით შეიქმნა აი ეს სფეროების ხე. და რაც შეეხება ნეგატიური ხე, უკვე კლიპოტური ხე, არის შექმნილი ნამსხვრევებისგან. ეს არის უკიდურესად დადებითი და უკიდურესად უარყოფითი ნაწილისგან. გესმით? ანუ ყველა ემოციას კაბალისტების მიხედვით აქვს ორი სხვადასხვა პოლუსი. ანუ სიყვარულს აქვს სიძულვილი, ხო? კარგს აქვს ცუდი, დადებითს აქვს უარყოფითი, სიმამაცეს აქვს სიმხდალე, სიხარულს აქვს უბედურება და ასე შემდგომ, ხო? და აი ეს ყველაფერი ზედმეტი, უკიდურესი სიკეთე, უკიდურესი ბოროტება, ასახული არის კაბალისტური ჯოჯოხეთის კლიპოტის დახმარებით. ასე გებია? რატომ ეხლა უკიდურესი სიკეთე? იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ადამიანი იყოს კეთილი აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში. ერთადერთი ინდივიდი ალბათ, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება, არის ღმერთი. იმიტომ რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე. მე ესე მგონია. მაგრამ ჩვენ ადამიანები ამ დედამიწაზე
მხოლოდ მოვედით იმისთვის, რომ გავიზარდოთ. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენ თავის არ გვჯერა, რომ ვართ ყოვლის შემძლეები, ხო? და რა გარკვეულწილად ვეფუძნებით ღმერთს, თანამშრომლობთ ღმერთთან. და ამ შემთხვევაში თუ ჩვენი სიკეთით მხარს უჭერთ უაღრესად ნეგატივს და ბოროტებას, მაშინ გამოდის, რომ სიკეთე ემსახურება ბოროტებას. გესმით? ანუ არ ვარგა არც როგორც უკიდურესი ბოროტება და ზოგადად ბოროტება არ ვარგა, ხო? არ ვარგა არც უკიდურესი სიკეთე. ანუ ყველაფერი უნდა იყოს სადღაც ნეიტრალური და ცოტათი დადებითი. გასაგებია ნეიტრალური და მიმართული დადებითისკენ. აი ესეთი არის დაახლოებით კაბალისტების მიხედვით, აი ეს ცხოვრების ხე და შესაბამისად სიკვდილის ხე, ჯოჯოხეთური ხე. და ჩვენ ეხლა უბრალოდ იმისთვის, რომ განვიხილოთ ეს ნეგატიური სფეროები, იძულებული ვიქნებით, ჩავყვინთოთ აი ამ ჯოჯოხეთურ ხეში, კლიპოთში და გავეცნოთ იქ ყველა კლიპას. ზოგადად, როდესაც მე ვქმნიდი აი ამ ვიდეოს, სიმართლე გითხრათ, აქამდე რაც კი გითხარით ინფორმაცია, მე მგონი ისიც საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ ბევრია ის ინფორმაცია, რომელიც მე აქამდე ვიცოდი. მაგრამ როდესაც ჩაუღრმავდი აი ამ ხეს, უბრალოდ აღმოაჩინე, რომ აი ამ ინფორმაციის დამალვა ჩემთვის როგორც აი ფილოსოფიური არხის, ესე ვთქვათ, შემქმნელისთვის არის უკიდურესი ბოროტება, ხო? ანუ თვითონ კლიპოტური გადაწყვეტილება იქნებოდა აი ამ კლიპოტის დაფარვა, იმიტომ რომ კლიპოტი არის ისეთი ადგილი, რომელიც ძალიან კარგად ინიღბება. გესმით? თქვენ შეიძლება რაღაცა გარიგებაში შეხვიდეთ ეგრეთ წოდებულ ეშმაკთან და ისე რომ არც კი გქონდეთ წარმოდგენა, რომ აკეთებდეთ რამე ნეგატიურს ცხოვრებაში. ანუ სატყუ არა, რომელსაც თქვენ ეშმაკი გადმოგიგდებთ, ესე ვთქვათ, შემოგთავაზებთ, აუცილებლად იქნება ძალიან მიმზიდველი, ძალიან საინტერესო, ის იქნება თქვენ ინდივიდუალურ ამბიციებზე მორგებული, ის იქნება თქვენს ინდივიდუალურ ნიჭზე მორგებული. გასაგებია, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ თუ თქვენ ვერ შეიცანით აი ესე ვთქვათ, მახე, ანუ ეშმაკის წინადადება, თქვენ შეიძლება ჩავარდეთ კლიპოტში. და ჩემი აზრით, უბრალოდ აი ამ კლიპოტის არ გამჟღავნება არ შეიძლება. ხო, ანუ თუ ეს ხე, თუ ეს დადებითი ხე, სიცოცხლის ხე იწყება ერთიანით და 10 არის მისი უკიდურესი წერტილი ამ დედამიწაზე, მაშინ კლიპოტური ხე უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ზუსტად იგივე ხე, ზუსტად იგივე სტრუქტურის ხე. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ რატომ იგივე სტრუქტურის? იმიტომ რომ არის საუბარი აქ ზუსტად იგივე თემებზე, რაზეც საუბარი არის სიცოცხლის ხეში, ოღონდ მათ უკიდურეს წერტილებზე, უკიდურესად დადებით ან უკიდურესად უარყოფით წერტილებზე, გესმით? მაგრამ ეს სიკვდილის ხე არის გადმობრუნებული, ანუ იქ სადაც უნდა იყოს კენწერო, არის ფესვები და იქ სადაც არის ფესვები, ესე ვთქვათ, იქ სინამდვილეში არის კენწერო, კლიპოტურ ხეში, ხო? და მას შესაძლოა მოდით განვიხილოთ ყველა სფერო და მათი შესაბამისი კლიპა. ანუ ყველა დადებითი ნაწილი და შესაბამისი მისი ნეგატიური ნაწილი. და დავიწყოთ მეათე კლიპით. ანუ ჩვენ ესე ვთქვათ, ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდეთ ნელ-ნელა, ხო? ანუ ეს ხე რახა გადმობრუნებულია, შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ მეათე კლიპით და ჩავდივართ ნელ-ნელა ქვედა კლიპამდე უფრო და უფრო ქვემოთ და რაც უფრო ქვემოთ ჩავდივართ, მით უფრო დიდი არის ესე ვთქვათ ცოდვები, მით უფრო დიდი არის ნეგატივი და მით უფრო ყოვლის მომცველია ნეგატივი, მით უფრო ფართოდ აქვს ეს გაშლილი ამ ნეგატივს თავისი ფრთები და მით უფრო დიდი რაოდენობით ადამიანს მოიცავს ეს. ანუ ჩვენი მეათე სფეროს, ანუ ჩვენი მატერიალური სამყაროს შესაბამისი კლიპა არის ნახიმოდი და მისი, ანუ ესე ვთქვათ, უარყოფითი ამოსავალი არის უკიდურესი მატერიალიზმი. ანუ თუ ჩვენ ცხოვრობთ მატერიალისტურ სამყაროში, რომელშიც ჯერ კიდევ არსებობს რაღაც გარკვეული რწმენა, რაღაც გარკვეული იმედები, რაღაც გარკვეული ღვთიური კანონზომიერების რწმენა და მისი
ზოგადად იმედი, იცით რა არის? ანუ ძალიან ბევრი ადამიანი არის მართლაც ურწმუნა, მაგრამ ისე ხდება, რომ რაღაც გასაჭირში რო ვარდება, ან მის სხეულს რამე ცუდი ემუქრება, მაინც ღმერთს ევედრება, რომ ღმერთო მიშველეო. ადამიანი არ არსებობს რეალურად, რომელიც აი უკიდურეს შემთხვევაში არ მიმართავს ღმერთს, ანუ ხშირად მიმართავს ღმერთს ან დედას. ორი ფიგურა ყავს ხოლმე ადამიანს, ორი უსიყვარლესი ფიგურა, ხო? დედა, როგორც ეგრეთ ვთქვათ, თაქაური ღმერთი, კარიბჭე, რომელმაც მოგცა ეს დედამიწა. და რა თქმა უნდა თვითონ ღმერთი, რომელიც აი უბრალოდ ინსტინქტურად ამოდის ხოლმე ჩვენი პირიდან, როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირს, ხო? მაგრამ აი ამ უკიდურესი მატერიალიზმის ნახი მოდის კლიპაში, საერთოდ არ არის არანაირი წარმოდგენა ღვთიური არსებობის შესახებ. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანები თვლიან, რომ ისინი არიან აბსოლუტურად მატერიალისტურ სამყაროში. ანუ ეს არის აბსოლუტურად მატერიალისტური ხედვა, არ არის არანაირი მეხსიერება, რომ ვინ ვართ ჩვენ ადამიანები ამ დედამიწაზე, საიდან მოვდივართ, სად მივდივართ, არანაირი სურვილი ამისი შეცნობის, უბრალოდ ადამიანი აღიქმება როგორც ბიოლოგიური ელემენტი, რომელიც იბადება, მრავლდება, იკვებება და შესაბამისად კვდება. ხო, და ამ შემთხვევაში ადამიანი არის აი მსხვერპლი, ესე ვთქვათ, მონა აი ამ გარკვეულ ციხეში, რომელსაც ქვია მატერიალიზმის ციხე და ეფუძნება რაღაც გარკვეული უსურების შეგრძნება და თან შეგრძნება იმისა, რომ რახან ეს ცხოვრება არის ერთადერთი ცხოვრება, რაც შეიძლება ბევრი უნდა დააგროვოს, რაც შეიძლება ბევრი სიამოვნება უნდა მიიღოს, რაც შეიძლება უნდა ბევრი სვას და რაც შეიძლება უნდა ბევრი ჭამოს. იმიტომ რომ უბრალოდ აი ამ იდეის გარდა, მატერიალისტური იდეის გარდა, ამ ადამიანისთვის სხვა იდეა არ არსებობს. ამ დონეზე ადამიანს არ შეუძლია არანაირი იდეით სიამოვნების მიღება, არანაირი სიკეთით, არანაირი სულიერებით, არაფრით. ის არის უკიდურესად საკუთარ თავზე ორიენტირებული და ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ქონება დააგროვოს, რომ თავისი მსგავსი ინდივიდები გამრავლოს და გადასცეს ეს ქონება, შესაბამისად, გესმით? და რაც შეიძლება გემრიელად მიიღოს საკვები და რაც შეიძლება გემრიელად მიიღოს შესაბამისი სასმელი და გათიშოს გონება აი ამ საშინელი სტრესული მდგომარეობიდან, რომელსაც ქმნის ეს უკიდურესი მატერიალიზმი. რეალურად ძალიან წუხარ მე როდესაც ეს თქვი, რეალურად წარმოვიდგინე ძალიან ბევრი ადამიანი, მეც ვიყავი ესეთი უკიდურესად მატერიალისტი ადამიანი, მაგრამ მაშინ როდესაც კი ვიყავი უკიდურესად მატერიალისტი, ანუ ვამბობდი რომ ათეისტი ვარ და ასე შემდეგ, მაშინაც კი მიყვირს, რომ მაშინაც კი მქონდა რაღაც გარკვეული ელემენტები რწმენის. ანუ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომ ადამიანი თითქოს ჩვენ ცხოვრობთ უკიდურეს მატერიალებში და ზოგადად დედამიწა არის ჩაფლული უკიდურეს მატერიალებში, მაგრამ იმედი მაქვს და სავარაუდოდ და საბედნიეროდ თლად ესე არ არის, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ისევ რაღაცის ჯერა და ბევრ ადამიანს ჯერა, რომ კიდევ არსებობს რაღაცა უმაღლესი იდეა. ხო, ანუ კლიპოტური დემონები, ესე ვთქვათ, კლიპოტური ნეგატიური ენერგია ადამიანს პირდება ძალიან ბევრ სიამოვნებას საკუთარი სხეულით, ახლა ამ მომენტში რა მიმართულებით, ანუ ეს პირდება დაუშვათ გემრიელ საკვებს, სასმელს, სექს, ამ შემთხვევაში ამ დონეზე სექსი განიხილება მხოლოდ როგორც აი აქტი, რომელიც ადამიანის სხეულს აძლევს უბრალოდ განტვირთვას, ანუ გესმით, ყოველგვარი სულიერების გარეშე, ყოველგვარი სიყვარულის გარეშე და ასე შემდგომ, აქ არის უბრალოდ აი აქტი, რომელიც ადამიანის სხეულს ასვენებს. და აი ყველა სიამოვნება გადის აი მხოლოდ სხეულის მეშვეობით, ხო? ამ შემთხვევაში თან ეს სფერო პირდება ხალხს ძალიან დიდ ფულს, ძალიან დიდ გამრავლებას, ძალიან დიდ კომფორტს, ესეთი ადამიანები მიჯაჭვულები არიან კომფორტზე, ესეთი ადამიანები მიჯაჭვულები არიან ერთმანეთზე, საკუთარ ოჯახზე, ესე ვთქვათ, როგორც აი რახან თავს განიხილავ მხოლოდ აი ცხოველებად, რომლებიც მრავლდებიან, ესე ვთქვათ, ან ბიოლოგიურ ობიექტებად, რომლებიც მრავლდებიან. შესაბამისად აქვთ ესეთი გარკვეული ჯოგური აზროვნება, ანუ ყველაფერი უნდათ თავისთვის, თავისი ოჯახისთვის და სხვა ადამიანი, რომელიც გასაჭირში არის ჩავარდილი, ან მათხოვრობს, ან მშიერია და ასე შემდეგ, მას ფაქტიურად არ ადარდებს. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრი არის აი ამ დედამიწაზე, ხო? მეორე სფერო და მისი შესაბამისი კლიპა, ანუ
ანუ ესე ვთქვათ მეცხრე სფერო, ანუ ჩვენ ზემოთ ავდივართ ეგრეთ ვთქვათ სფეროებისთვის და კლიპებისთვის ჩავდივართ ქვემოთ, ხო? ანუ მეცხრე სფეროს ქვია იესოდი. და შესაბამისი მისი კლიპა არის ილუზიების სამყარო. რა სფერო არის ახლა იესოდის? ეს სფერო არის წარმოდგენების სფერო, ადამიანის წარმოსახვების, მისი ოცნებების და მისი ესე ვთქვათ, ილუზიების სფერო, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ გარკვეულწილად მოახდინოს მომავლის ფორმირება. და შესაბამისად ეს წარმოსახვა რეალურად საფუძველს აძლევს ზუსტად ისეთივე მომავლის მატერიალიზაციას. შეიძლება თქვენ არ მიიღოთ ზუსტად იგივე პროდუქტი, მაგრამ ძალიან მასთან მიახლოებულ პროდუქტს, მასთან მიახლოებულ მატერიალიზაციას ნამდვილად მიიღეთ. და ანუ ეს სფერო არის ესე ვთქვათ წარმოსახვების, ოცნებების სფერო. ამ სფეროს ისევე ეკუთვნის ადამიანის სექსუალურობა. ეს სფერო ასხვაებს სექსუალურობისგან, იმიტომ რომ სექსუალურობა არის ილუზია, ეს არის ემოცია, ეს არის ღელვა, ეს არის ინტრიგა, ეს არის ფლირტი, ანუ ეს არის თამაში. და ესეც ასევე ეკუთვნის ამ სფეროს. რეალურად სექსუალურობა არის ძალიან დიდი შემოქმედებითი ენერგია. კაბალისტები თვლიან, რომ ეს არის უდიდესი შემოქმედებითი ენერგია. პაგიგიათ თუ არა, რომ ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ეტრფიან ისეთ მდგომარეობას, როდესაც არიან ისინი შეყვარებულები. საერთოდ ხელოვან ადამიანს მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ სჭირდება ესეთი მუდმივი სტაბილური ოჯახი. მათ სჭირდებათ მუდმივი ეიფორია, მუდმივი ექსტაზი, მუდმივი გატაცება, გასაგებია. მათ ყოველთვის უნდა იყვნენ რაღაცა გარკვეულად ოცნების სფეროში, სექსუალურ სფეროში და ხშირად თუ გაგიგიათ, რომ მამაკაცი, ხელოვანი მამაკაცები ქალბატონებს უწოდებენ მუზას. ანუ ეს მოვიდა ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი სიყვარული გახდა და შესაბამისად გახდა ჩემი მუზა. ანუ შესაბამისად ეს ადამიანი ხსნის რაღაც გარკვეულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას სხვა ადამიანისთვის, რომლის მეშვეობითაც ის ქმნის სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებს, ხო? ანუ ძალიან საყვარელი, ძალიან ესეთი საინტერესო სფერო არის, როგორც სფერო, მაგრამ როგორც მისი უარყოფითი კლიპა, რომელსაც ეწოდება გამლიელი, უკვე ეს არის ნეგატიური ილუზიების სამყარო. ეს არის ყოველგვარი კოშმარი, ეს არის ღამის კოშმარები, ეს არის ნეგატიური წარმოდგენები, როდესაც ჩვენ არ გვჯერა ჩვენი დადებითი მომავლის და ყოველთვის ნეგატივის გვჯერა და ნეგატივს გვეშინია და წარმოგვისხახება ესგვარი რაღაც უარყოფითი მოვლენები, ხო? იგივე კოშმარები და შემდგომ მოდის პანიკური შეტევები და ასე შემდგომ. ნეგატიური არის ასევე ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იღებს ნარკოტიკს და რეალურად ვარდება რაღაც ილუზორულ სამყაროში. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არის პლანეტებს შორის დაფრინავს შეიძლება ან რაღაც პლაჟზე წევს და ასე შემდგომ და ბოდიშით რეალობაში შეიძლება ესე თავით ქაქში წევს ასვალზე, გესმით? ანუ ესეც არის ეს მახინჯი ილუზორული სამყარო. და ეს არის ასევე სექსუალური ენერგია წარმოდგენილი აბსოლუტური ნეგატივიზმით, როდესაც ადამიანს ებრძვის, ანუ ნატრობს სექსუალურად, მაგრამ მისი სექსუალური ენერგია შეიცავს რაღაც გარკვეულ ძალადობის ელემენტებს, როდესაც ადამიანი წარმოიდგეს მეორე ადამიანთან სექსუალურ კავშირს რაღაც გარკვეული ძალადობის ელემენტებით, როდესაც მეორე მხარე ამაზე არ არის თანახმა. გესმით? ანუ ესეთი ფიქრებიც კი ზოგადად დამაზიანებელია ამ სფეროში, ამ სექსუალურ სფეროში, ხო? ანუ ფაქტურად ეს არის ილუზორული სამყარო, ეს არის ნარკომანების სამყარო, ეს არის ალკოჰოლიკების სამყარო, ეს არის რაღაც გარკვეული ექსპერიმენტების მოყვარულების სამყარო, ანუ ყოველგვარი ათასგვარი საშინელება რაღაც ნივთიერების მიღებასთან დაკავშირებული, რომლებიც ცვლიან ადამიანის ფსიქიკას და გადაყავთ ეს ადამიანი ილუზორულ სამყაროში. კარგით, ავიდეთ ახლა მერვე სფეროზე და შესაბამისად ჩავიდეთ მერვე კლიპაში. მერვე სფეროს ეწოდება ხოდ. ეს ხოდი არის მიმართული მეცნიერებაზე, ლოგიკაზე და
მეცნიერულ შრომაზე, ანუ ლოგიკასთან შრომაზე. და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის არის მფარველი ყოველგვარი მეცნიერების, ყოველგვარი წინსვლის, ყოველგვარი პროგრესის მფარველი არის დედამიწაზე, მაგრამ მისი უარყოფითი ნაწილი არის წარმოდგენილი როგორც მერვე კლიპა არაბ ზარაკი. რას ნიშნავს ახლა არაბ ზარაკი? არაბ ნიშნავს გაფანტული და ზარაკი ნიშნავს ყვავები, ანუ გაფანტული ყვავები. რატომ აქვს აი ესეთი უცნაური დასახელება? ანუ ებრაულად საუბრობ მე ესე ვთქვათ. კი არ ვიცი ებრაელი, მაგრამ მომიწია ასწავლება ამათი დასახელებების. ხო, ეს არის გაფანტული ყვავები. რას ნიშნავს ახლა? ეს არის ისეთი მეცნიერული სამყარო, მეცნიერული რეალობა, როდესაც მეცნიერების სხვადასხვა სფერო განიხილება გაყოფილად ერთმანეთისგან და რაც თავარია ესენი განიხილება გაყოფილად სულიერებისგან. გესმით? აი ეს სფერო, აი ეს კლიპა გამოყოფს მეცნიერებას სულიერებისგან და თან გარდა ამისა მეცნიერების სხვადასხვა ელემენტებს ერთმანეთისგან თიშავს. აი ხა მოდით აგიხსნით რაშია საქმე. ანუ ამ შემთხვევაში მეცნიერები თვლიან, ანუ ისინი თვლიან, რომ დაუშვათ ქიმია არის მხოლოდ ქიმია. ქიმია ეკუთვნის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებას. გესმით? ის არ არის კავშირში არანაირად ეკოლოგიასთან, არანაირად არ არის კავშირში ფიზიკასთან და არანაირად კავშირში არ არის ადამიანის სხეულთან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წამლები არის ქიმიური, ხო? კავშირში არის ადამიანის სხეულთან მხოლოდ ქიმიური განხრით, ესე ვთქვათ. თუ ადამიანს რაღაცა აწუხებს, მივცემთ აი ამ ქიმიურ წამალს, რომელიც ასევე იქნება გარკვეულწილად საწამლავი, რაღაცას გააფუჭებს, რაღაცას გააკეთებს, მაგრამ რასაც გააკეთებს, რასაც გააფუჭებს, გესმით? ფიზიკა ემსახურება მხოლოდ ფიზიკას. ის არ ემსახურება არანაირ მორალს, არანაირ ნორმას, არანაირ შეხედულებას სამყაროს შესახებ, არა, მხოლოდ ფიზიკას. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიგონოთ ატომური ბომბი, ავაფეთქოთ, მერე რა თუ ამითი ადამიანები მოკვდებიან. მერე რა, ეს უკვე მორალის საკითხია. ეს ჩემი საკითხი არ არის, გესმით? მედიცინა არის მხოლოდ მედიცინა. მედიცინა თვლის, რომ ქიმია ჭირდება მხოლოდ იმ დონეზე, რომ დავუშვათ ადამიანს მისცეს წამალი და ის არ ითვალისწინებს არანაირ მორალს და არანაირ ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას. იგივე დავუშვათ ფსიქოლოგია არის მხოლოდ ფსიქოლოგია. გესმით? ანუ ეს მხოლოდ ითვალისწინებთ ადამიანის თავში მიმდინარე ფიქრებს, მოვლენებს და ასე შემდგომ და არანაირად არ არის დაკავშირებული ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. სინამდვილეში ყველაფერი ერთმანეთთან არის აბსოლუტურად გადაბმული. გესმით? ანუ თქვენ გაქვთ რაღაცა ძალიან ცუდი დაავადება, იქ ჩართული არის აუცილებლად თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა. იქ ჩართული არის თქვენი ქიმია და ქიმია იმას კი არ გულისხმობ, რომ დავუშვათ რაღაცა წამალი აუცილებლად უნდა მიიღოთ. არამედ იმას, რომ თუ თქვენ უდროუდროს დაწექით დავუშვათ დასაძინებლად და თქვენი რითმი დაარღვიეთ, თუ თქვენ უდროუდროს ჭამთ, თქვენ უკვე არ ღვევთ თქვენს ქიმიას. თუ თქვენ არასწორი საკვებს იღებთ, არასწორი კომბინაციით, ხედავთ? უკვე თქვენ არ ღვევთ თქვენს ხელში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს, გესმით? ანუ რა ხდება, თქვენ მიდიხართ ექიმთან და იმის მაგივრად რომ ადამიანმა უბრალოდ კარგად გამოკითხოთ თქვენი დღის რეჟიმის შესახებ და თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ და გაგიშვათ ფსიქოლოგთან, დაუშვათ რომ ასევე გამოსწორდეს, ანუ მოხდეს თქვენი ჰოლისტიკური მთლიანი განკურნება, იმის მაგივრად თქვენ უბრალოდ გაძლევენ რაღაც გარკვეულ ტაბლეტს, რომელიც ან მუშაობს თუ არა და თუ მუშაობს, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ. ესევე აი ამ თეორიის მიხედვით გამოყოფილი არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან ფსიქოლოგია და ფილოსოფია, ანუ ფილოსოფია ეს გარკვეული ფილოსოფოსების და ესე ვთქვათ უსაქმურო ადამიანების ხვედრი არის, რომელმაც, ცხოვრებაში ვერაფერი ვერ მიაღწიეს, ესე ვთქვათ და ამის გამო რაღაც თეორიებს ავითარებენ. მაგრამ ფილოსოფია, ჩემო ძვირფასებო არის ის, რასაც თეორიულად უნდა ეფუძნებოდეს ყველაფერი, მას უნდა ეფუძნებოდეს ფსიქოლოგია პირველ რიგში. ხედავთ? მას უნდა ეფუძნებოდეს მთლიანად მთელი სამყარო. მთელი სამყაროს კანონებს სწავლობს ფილოსოფია. და ასევე გამოყოფილი არის რელიგიასთან, ანუ რელიგია ცალკეა, ფილოსოფია ცალკეა, ფსიქოლოგია ცალკეა და ყველა თავისებურად მღერის და უკრავს და შესაბამისად ვიღებთ აი ესე ვთქვათ როგორ თქვა და ის გათიშულ სხვადასხვა ელემენტებად გათიშულ სამყაროს, რომელსაც ქვია არაბ ზარაკი, გაბნეული ყვავები.
აი ესეთ ჩემო ძვირფასება. კარგით, გადავედით მე-7 სფეროში, რომელსაც ეწოდება ნეცახი და ეს რეალურად არის სასიცოცხლო ენერგია. გამოხატავს სასიცოცხლო ენერგიას. სასიცოცხლო ენერგია არის უდიდესი ენერგია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ იყოს შემოქმედებითი, პირველ რიგში საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ გადარჩეს. გესმით, სასიცოცხლო ენერგიის გარეშე ადამიანი არ გადარჩება. და გარკვეულწილად სასიცოცხლო ენერგია არის ცოტაოდენ ჯიუტი და არის ცოტაოდენ აგრესიული. სასიცოცხლო ენერგია საშუალებას აძლევს ადამიანს, რომელსაც მოტეხილი აქვს ხელი, ფეხი და რაღაცა, რომ იხოხოს ყველა უკიდურესი ძალების დაკარგვამდე, გონების დაკარგვამდე იხოხოს და მივიდეს იმ წერტილამდე, სადაც მას დაეხმარებიან. გესმით, ეს არის საკმაოდ ჯიუტი ენერგია. და გარკვეულწილად სასიცოცხლო ენერგიაში შედის ასევე სექსუალური ენერგია. სექსუალური ენერგია ისევე როგორც სასიცოცხლო ენერგია არის ცოტათი ჯიუტი, ცოტათი აგრესიული, აი თუ თქვენ დაკვირვები ხართ, როდესაც ადამიანი გინდათ სექსუალური თვალსაზრისით, ანუ ხდებით ჯიუტი. ჯიუტი, აი თქვენ გინდათ და მორჩა. გარკვეულწილად. ცდილობთ ის ადამიანი მოეპოვოთ ყველაფრის ფასად, ხო? ისევე როგორც სიცოცხლეს ცდილობთ შეინარჩუნოთ ყველაფრის ფასად, ხო? და ცოტათი აგრესიულიც არის. ალბათ დამეთანხმებით ამაში, სულ ცოტათი ესე საჭირო დონემდე. მაგრამ როგორი არის მისი შესაბამისი კლიპა? ანუ მისი შესაბამისი სამუელია, რომ ესეთი კლიპა არის, აი მე-7 სფეროს შესაბამისი. და ამ კლიპაზე ჩვენ ხვდებით უკიდურეს ძალადობას, უკიდურეს სიჯუტეს, უკიდურეს სისასტიკეს და ტირანიას და ასევე გარკვეულწილად სექსუალურ ანომალიებს, სექსუალურ სისასტიკესაც ხვდებით ჩვენ აი ამ კლიპაზე. გესმით? ანუ ის რაც არის ცოტათი ჯიუტი, ცოტათი ესე ვთქვათ, აგრესიული, ანუ გულისხმობს სასიცოცხლო ენერგიას, ამ შემთხვევაში ხდება ძალიან აგრესიული. ეს არის ყველა მანიაკის სფერო, ეს არის ყველა სექსუალური მანიაკის სფერო, ეს არის აბსოლუტურად ყველა მოძალადის სფერო და მოკლედ ყოველგვარ ანომალიას, რაც კი ადამიანებს ახასიათებთ, აი ესეთი კრიმინალის თვალსაზრისით, აი მოცემულია აი ამ მე-7 კლიპის მეშვეობით. და შესაბამისად ჩვენ ავდივართ ზემოთ და ჩვენი მე-6 სფერო, ანუ ზედა სფერო არის რეალურად ტიფერეტი. მას ქვია ტიფერეტი და ის ნიშნავს სილამაზეს. ანუ აი ამ სფეროს მიხედვით ღმერთი ცდილობს, რომ ყველაფერი კი რაც კი არის დედამიწაზე, ყველაფერს მისცეს მაქსიმალურად ლამაზი ფორმა. გესმით? ან ჩვენს გარშემო სამყარო, ჩვენს გარშემო დედამიწა არის საკმაოდ ლამაზი, ბუნება არის საკმაოდ ლამაზი, ველური ნაწილი ბუნების არის საკმაოდ ლამაზი, ვულკანებიც კი ძალიან ლამაზია, ხო? და შესაბამისი მისი კლიპა, რომელსაც ეწოდება გალახაპი. ის გულისხმობს მცდარ სილამაზეს, ის გულისხმობს ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილ სილამაზეს, რომელიც სინამდვილეში მალავს ყოველგვარ სიმახინჯეს და ყოველგვარ ნეგატივს. ეს არის გალახაპი, ეს არის ლამაზი ფასადები, ეს არის რაღაც გარკვეული სახაწლო გილანდები, როდესაც ადამიანები რეალურად შიმშილით კვდებიან და სახელმწიფო კიდევ სახაწლო გილანდებს და ამაში ხარჯავს ფულს და შემდგომ ელექტროენერგიაში ხარჯავს ფულს. გესმით? აი ეს არის სწორედ ეს ნეგატიური კლიპა, რომელსაც ეწოდება გალახაპი. ან როდესაც მშვენიერი ინფრასტრუქტურა არის დაუშვათ ულამაზესი პარკები და ასე შემდგომ და მათ უკან უბრალოდ არის მოშიმშილე საზოგადოება, რომელსაც არ აქვს ელემენტარული დაცულობის შეგრძნება და მომავალის რწმენის შეგრძნება. უცებ გამახსენდა ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ მე მგონი არ არის აუცილებელი ისე შორს წავიდეთ, როგორც არის ჩრდილოეთ კორეა, ეს გალახაპი ჩვენს გარშემო არის სამწუხაროდ ძალიან ბევრი მიმართულებით. და გადავიდეთ შემდგომ სფეროზე, ეს არის მე-5 სფერო, მას ქვია გებურა და ეს წარმოადგენს ღმერთის სიმკაცრეს. ანუ ეს სამყარო მართლაც რომ არ არის მხოლოდ ესე თქვა დადებითი ფერებით ნაშენები, აქ არის გარკვეულწილად შეზღუდვები მოცემული, ხო? ღმერთი არავის არ აძლევს უხვ წყალობას, ესე ვთქვათ
ყველაფერს უხვად, ყველაფერი ამ სამყაროში უნდა გარკვეულწილად დაიმსახურო. და გარდა ამისა, ეს სამყარო არის სამართლიანი, ხო? მეტნაკლებად, თუ თქვენ გავლილი გაქვთ სამართლის კარტა, ძალიან გთხოვთ ნახეთ ჩემი ორი კარტა იღბლიანი ბორბალის და სამართლის შესახებ და თქვენ მიხვდებით რა კანონებით იმართება კაბალისტური თეორიის მიხედვით ეს დედამიწა, ხო? და აი ამ სამართლის კარტის მიხედვით ეს არის ღვთიური სამართალი, რომელშიც ჩვენ ყველანი ცხოვრობთ. თუ ამ შემთხვევაში ეს სფერო არის სამართლიანობის სფერო, მისი ნეგატიური მხარე არის ტაგერირონი, მას ქვია ტაგერირონი და ის გამოხატავს სიმკაცრეს, კანონებს და სისასტიკეს, რომელიც არის სამართლის გარეშე, რომელიც ადამიანების ინდივიდუალურ ინტერესებს ხმარდება. ანუ რა არის ეს? ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არის ტოტალისტური, ხო? ნებისმიერი, ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული დაჯგუფება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანების მართვაზე. შეიძლება ის იყოს სექტა, შეიძლება ის იყოს ისევ და ისევ პოლიციური რაღაც გარკვეული სისტემა, ხო, რომელსაც აქვს დიდი ძალაუფლებები მინიჭებული სახელმწიფოს მხრიდან. და რომლებიც უბრალოდ ადამიანებს აი უსამართლოდ იჭერენ, შეიძლება წამლამენ, შეიძლება რაღაც გარკვეულ ციხეში სვამენ, პოლიტიკური პატიმრები არიან ძალიან ბევრი, თქვენთვის მე მგონი ეს ყველაფერი ძალიან უცხო არ არის, ხო, ეს ინფორმაცია. და სწორედ მას განაგებს ტაგერირონი, ხო? ეს არის რეალურად სიმკაცრე კანონები და სისასტიკე სამართლიანობის გარეშე. ხო, ყველაზე პარადოქსული კიდე რა არის, იცით, რომ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ტაგერიроნის კლიპას, მათ ძალიან დიდი რწმენა აქვთ იმის შესახებ, რომ ყველაფერს სამართლიანად დაკეთებენ. ისინი თვლიან, რომ აი მე ვემსახურები ჩემს ესე ვთქვათ, სახელმწიფოს, ჩემს უფროს და მე ვარ სამართლის შემომტანი ადამიანებისთვის, ხო? მაგრამ შემდგომში ესე არ არის. ისინი უბრალოდ არიან ჯალათები, ინდივიდუალური, ეგრეთ ვთქვათ, ეშმაკების ჯალათები. ხო, შემდეგი სფერო არის ხესედი. და ხესედი არის ღვთიური სიყვარულის და სათნოების და ანუ ღვთიური პატიების სფერო. ეს არის ძალიან საყვარელი, ესე ვთქვათ, სფერო, რომელიც აი გულში გვიკრავს და გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ღმერთის უსაყვარლესი შვილები, ესე ვთქვათ, ხო? და მისი უარყოფითი ნაწილი, მისი უარყოფითი კლიპა შესაბამისი არის უკვე გაგიელი. მას ქვია გაგიელი. და რას გვიხსოვს გაგიელი? გაგიელი არის ზედმეტი სიყვარული, ზედმეტი სათნოება, ზედმეტი პატიება, ზედმეტი გულუხუობა. ესმით? რა ადამიანები, რა ტიპის ადამიანები შეიძლება ჩავარდნენ აი ამ კლიპაში? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს, ანუ სხვა ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შვილები, ან მოსწავლები და ასე შემდგომ, აძლევენ ზედმეტ სიყვარულს, ზედმეტ პატიებას, ზედმეტ ასაჩუქრებენ, ესე ვთქვათ, და ყველაფერს აკეთებენ თავისი შვილების სანაცვლოდ. გესმით? ეს იწვევს შვილების, ესე ვთქვათ, დასაჭურისებას, ანუ შვილებს უკვე აქვთ წარმოდგენა, რომ ყველაფერი მათთვის უნდა იყოს მისმეული პოდნოსზე და რეალურად მათში კლავს სასიცოცხლო ენერგიას. გესმით? რეალურად უკვე ადამიანი არ არის მოტივირებული, რომ თვითონ განვითარდეს და ღმერთმა არქნას და ესეთი ადამიანი რომ ჩააგდო ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკვე მას თვითონ ექნება საკუთარი ლუკმანპური მოსაპოვებელი, დამიჯეროთ რომ ეს ადამიანი შეიძლება ცოცხალიც ვერ გადარჩეს. ანუ ეს არის რეალურად ზრუნვა მიმართული დაღუპვისკენ, გესმით? და ეს არის რეალურად სათნოება და პატიება, რომელიც ადამიანს ჭკუას ვერ ასწავლის. თუ ადამიანმა ერთხელ რაღაცა დაგიშავათ და რაღაცა აპატიეთ, მომილოცოთ თქვენ დიცულოვანი ადამიანი ხართ, შეიძლება მეორე დაპატიოთ. აი უკვე მესამე, მეოთხე და მეათედ რომ აპატიებთ, ეს უკვე მავნებლობა თვითონ იმ ადამიანის მიემართ, რომელსაც პატიობთ, იმიტომ რომ ადამიანს თქვენ არ აძლევთ შანსს, რომ გამოსწორდეს თქვენთან მიმართებაში და გაიზარდოს. გესმით? ემოციურად გაიზარდოს და შემდგომ სხვას არავის არაფერი არ აწყენინოს. ასე რომ სულ მუდმივი პატიება, მუდმივი გულუხობა და მუდმივი ესეთი უპირობო სიყვარული
ამ დედამიწაზე ყოველ შემთხვევაში განიხილება როგორც კლიპოტური, ეგრეთ ვთქვათ, ჯოჯოხეთის გარკვეული ელემენტი. კარგით, ავიდეთ შემდგომ და შემდეგი არის სფერო ბინა. ეს არის მესამე სფერო და ეს არის ღვთიური იდეებისთვის ფორმის მიცემის სფერო. გესმით? და რეალურად ეს სფერო არის დაკავშირებული თეოლოგიასთან. ხო, ანუ ღვთიური იდეების შესახებ სწავლებებთან, შემეცნებებთან და ასე შემდგომ. რა შეიძლება ნეგატიური იყოს ახლა ზოგადად ამ სფეროში? ეს შეიძლება იყოს თეოლოგიური სწავლებები, რომლებიც დაფუძნებული არიან ტყვილზე, ელემენტარულ ტყვილზე. გესმით? და ადამიანს უმხელენ რაღაც გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ სანაცვლოდ რაღაც გარკვეულ ინფორმაციას ართმევენ. ან ართმევენ ძალას, ან უმხელენ მხოლოდ ინფორმაციის გარკვეულ ნაწილს, რომელიც მათ არ აძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ იურთიერთონ ღმერთთან. გესმით? ანუ ისინი შეიძლება ეუბნებიან ადამიანს, რომ კი შეგიძლია ღმერთს დაუკავშირდე, მაგრამ მხოლოდ ჩემი მეშვეობით. მოდი ჩემთან, ჩემს ეკლესიაში მოდი და მე შენ დაგელაპარაკები, მე ღმერთს დაველაპარაკები და მე მოვალ და დაუშვათ მოდი და გადამიხადე რაღაც გარკვეული. ხარ მიდა თქვა, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი თანხასაც არ ეთხოვს, უბრალოდ ენერგიას ითხოვს თქვენგან, როგორც ნდობას, ხო? რომ თქვენ პატივისცეთ ამ ადამიანს და მე გეტყვი შენ ყველაფერს ღმერთის მაგივრად. აი დაახლოებით ეს არის რა. ანუ იმის მაგივრად, რომ მათ ხელი შეუწყონ თქვენს უშუალო კავშირს ღმერთთან და დამერწმუნეთ, რომ ღმერთს ყოველთვის ესმის თქვენი და ყოველთვის უნდა თქვენი დახმარება აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში და ყოველთვის გიგზავნით მესიჯებს, ის ამბობს, რომ არა, ეს რაღაცა, ეს საიდანაც არის, არ ვიცი, მე ეშმაკიდან არის, იქედან, აქედან. მოდი ჩემთან მე გეტყვი ყველაფერს. რეალურად ეს არის სტრუქტურა, ეგრეთ ვთქვათ, თეოლოგიური სტრუქტურები, რომლებიც დაფუძნებულები არიან იერარქიაზე, ანუ მათაც აქვთ რაღაც გარკვეული იერარქია, ვიღაცა ქვემოთ არის, ვიღაცა ზემოთ არის, მერე შემდგომ არიან კიდე მათ ზემოთ მყოფი ადამიანები და ისინი ერთმანეთს კვებავენ იმის მეშვეობით, რომ აძლევენ ერთმანეთს წოდებას. ანუ შენ გაქვს იმისი წოდება, შენ გაქვს ამისი წოდება, ცოტა დიდხანს თუ გვემსახურები და შესაბამის რაოდენობის ადამიანს მოიყვან, გეძლევა ეს წოდება. რატო არის ცუდი ეხლა თვითონ აი ამ ეკლესიის წარმომადგენლებისთვის, თეოლოგებისთვის, ხო? რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ, ესე ვთქვათ, არა იმისთვის, რომ რეალური კომუნიკაცია იქონიონ ისე და ისე ღმერთთან, არამედ იმისთვის, რომ დავუშვათ იშრომო, რომ ბევრი ადამიანი მოუყვანონ აი მასზე ზემდგომ არსებულ ფიგურებს, ხო? და ისინი შრომობენ წოდებისთვის, გესმით? მათ ჭირდებათ წოდება და არა ღმერთთან უშუალო კავშირი. ანუ ხდება რეალურად აი ამ მიზნების გამრუდება. ასევე ამ კლიპას მიეკუთვნება ყოველგვარი ინკვიზიციების, რაღაცა ეკლესიის და დავუშვათ რელიგიის დონეზე ომების, ანუ ჯვაროსნული ომებიც კი შეიძლება აი ამ კლიპის მიხედვით გავიცის, რომ როგორ შენ თავშოთ არ ეკუთვნი ჩემ რელიგიას, მოვა და მოგკლავ, ან სიკვდილით დაგემუქრები, სანამ არ შეგაცვლებინებ რელიგიას და ღმერთო ჩემო, აი ამისი მაგალითებიც კი დედამიწას ყელამდე გვაქვს რა, მე მგონი თანამედროვეობაშიც კი, არა მხოლოდ წარსულში, ხო? კარგით, გადავიდეთ ზემოთ სფეროზე, მეორე სფეროზე და ეს მეორე სფერო არის ხოკმა. ხოკმა ნიშნავს ცოდნას, ჭკუას, ლოგიკას, ჭეშმარიტებას. ეს არის ფილოსოფიური სფერო, ესე ვთქვათ, ფილოსოფიური იდეების სფერო, რომლებიც წესით უნდა ეფუძნებოდეს ჭეშმარიტებას. რა განსხვავება ეხლა ცოდნასა და ჭეშმარიტებას შორის? ცოდნა არის ის ფაქტი, რომელიც მოხდა, ან არ მოხდა. ან დავუშვათ აღწერეს მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ესეა, დავუშვათ მოლეკულა შედგება ატომებისგან და არსებობს ამის შესახებ ცოდნა, ხო? ეს არის ფაქტი. ჭეშმარიტება არის უფრო უმაღლესი იდეა, ეს არის გარკვეული ღვთიური იდეა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში არის შესული, ყველა სფეროს აქვს თავისი ჭეშმარიტება.
გესმით? ანუ ეს იდეა თითქოს აი როგორც წყალი ყველა კუთხე კუნჭულს რომ ფარავს, ხო? და ან ჰაერი ყველგან შედის აბსოლუტურად. აი ყველაფერს ესე ვთქვათ ერთად კრავს ჭეშმარიტება და ეს არის ცოდნა ღმერთის შესახებ და იმის შესახებ თუ ვინ ვართ ჩვენ ადამიანები აქ. გესმით? ანუ თუ ჩვენ ამოხსნით რეალურად ამ ვინ ვართ ჩვენ ამ პლანეტაზე ეს ადამიანები, მაშინ ჩვენ გვეცოდინება ჭეშმარიტება. და საოცრება ის არის, რომ შეიძლება ცოდნა მიიღოს შენი გონების აქტიური ნაწილით. ანუ გონების აქტიური ნაწილზე მე საუბარი მაქვს მაგის შესახებ კარტაში. მაგრამ აი უკვე ჭეშმარიტება უნდა შეიგრძნო. ჭეშმარიტება უნდა შეიგრძნო უმაღლესი ქურუმი ქალის მეშვეობით. გესმით? და ეს ჭეშმარიტება არის ის, რასაც რეალურად ჭირდება დროის დათმობა, რასაც ჭირდება საკუთარ თავზე დაკვირვება, საკუთარ ემოციებზე დაკვირვება. და შეუძლებელია რეალურად იყო მეცნიერი აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში. შეუძლებელია მით უმეტეს იყო ფილოსოფოსი, ეს არის როგორც თქვით, ფილოსოფოსების სფერო. და არ კონდეს აი ეს ინსტინქტური სურვილი, რომ შენი ცოდნა იყოს ჭეშმარიტი. ეს არის რეალურად კლიპა, რომლებიც ეკუთვნის მეცნიერებს, რომლებიც ეკუთვნის სხვადასხვა თეორეტიკოსებს და რა თქმა უნდა ფილოსოფოსებს, რომლებიც ავრცელებენ რაღაც გარკვეულ თეორიებს სამყაროს შესახებ. მაგრამ ისინი აბსოლუტურად უგულვებელ ყოფენ და არც უნდათ იმ თეორიის განხილვა თუ ვინ ვართ ჩვენ ადამიანები ამ პლანეტაზე და რა როლი გვაქვს და შესაბამისად ვინ არის ჩვენ ზემოთ ღმერთი, რომელმაც ჩვენ ყველა შექმნა, რატო შექმნა. ანუ გესმით, აი ამ არ ცდილობენ შეიცნონ ეს ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ეს არის აბსოლუტურად ჭკვიანი ხალხი, მათ იციან უამრავი თეორია, თეორეტიკოსები დადგებიან და იტყვიან სოკრატემ ის თქვა, გოგენმა ის თქვა, არისტოტელემ ეს თქვა, მაგრამ რეალურად მათ თვითონ არაფერი არ იციან, გესმით? უბრალოდ იციან, რომ იმან ის თქვა, იმან ეს თქვა, იმან ის თქვა და თვითონ შეგრძნებული ამ ცხოვრებაში რეალურად არაფერი არ აქვთ. მათ შეუძლიათ რაღაც გარკვეული თეორიის დასაბუთება, მაგრამ აი უდიდეს კითხვას პასუხს ვერაფრით ვერ ცემენ. და ჩვენ ავედით ყველაზე უმაღლეს სფეროში, რომელსაც ქვია კეტერი. კეტერი, ხო, საოცარია მეორე სფეროს შესაბამის კლიპას ასევე ქვია გაგიელი. ანუ მეოთხე სფეროს შესაბამის კლიპას ასევე რქვა გაგიელი და ამ სფეროს შესაბამის კლიპასაც ქვია გაგიელი, რატო არ ვიცი, მაგრამ ესე არის. ხო, და ავედით აი ყველაზე პირველ სფეროში, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ენერგია, ანუ ნომერი პირველით არის ნაჩვენები. და ეს არის უდიდესი ცოდნა ღმერთის შესახებ. ანუ ფაქტურად ეს არის ღვთიური ენერგია. ხო, კაბალისტების მიხედვით არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემოქმედებითი ენერგია ამ პლანეტაზე და ეს არის ღმერთი. თუ არსებობს ანუ გარკვეული ეშმაკი კაბალისტების მიხედვით, ის არ არის ღმერთის სწორი. გესმით, ის არანაირად ახლოსაც კი ვერ მივა ღმერთთან თავისი ძალით და ასე შემდგომ. და რეალურად ღმერთს შესაბამისად რომ არ უნდოდეს ეს ნეგატიური ენერგია, ეს ეშმაკიც არ იარსებებდა, გესმით? ანუ კაბალისტების მიხედვით დადებითი და ნეგატიური არის სამყაროს შემადგენელი ნაწილი და ეს არის ის ორი ელემენტი, რითიც ღმერთმა შექმნა სამყარო, გესმით? ანუ დადებითი და ნეგატივისგან. ნეგატიური შესაბამისად ჩვენ გვეხმარება ზრდაში, გვასწავლის ჭკუას და ნუ დადებითი არის ის, რისკენაც ჩვენ მუდმივად მივისწრაფით. თუ ეშმაკი ემსახურება ნეგატიურს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ღმერთმა მას მისცა ამისი უფლება. ანუ არანაირი ჭიდილი ღმერთსა და ეშმაკს შორის არ არსებობს. ხოლო აი ნუ მის უარყოფით ვარიანტში, ესე ვთქვათ, უარყოფით კლიპაში, რომელსაც ქვია უკვე ტაუმიელი. ანუ თუ დადებითი იყო კეტერი, ამ შემთხვევაში უარყოფითი არის ტაუმიელი. აი ამ ტაუმielis მიხედვით აი ღმერთი არსებობს უკვე არა ერთი, არამედ ორი. ან არსებობს ღმერთი და რომელიმე მისი შესაბამისი ნეგატიური ძალა. ან ტაუმielis მიხედვით ღმერთთან მიახლოებული, ანუ ძალიან მიახლოებული ნეგატიური უკვე შეიძლება იყოს ეშმაკი, გესმით? და რა ხდება, ანუ გამოდის, რომ თვითონ ღმერთიც კი არ არის აბსოლუტური, ისიც ვიღაცას ებრძვის, გესმით? რომ გამოდის, რომ სამყაროს სათავეში არის არა ჰარმონია
და არა რაღაც გარკვეული ენერგია, რომელიც აბსოლუტურად მართავს ყველაფერს, ანუ ენერგია, რომელიც აბსოლუტურად გაორებულია, სულ ისევე ვიღაცას ებრძვის დაუშვათ ეშმაკსებს და როგორ შეიძლება მან რეალურად მოგხედოთ თქვენ, როდესაც ის თვითონ ბრძოლაშია, გესმით? და როგორც აი ესე ბრძოლის იდეაში არის დახატული ღმერთი, შესაბამისად აი ბრძოლის იდეის ნეგატივი და დაუცველობა შესაბამისად გადმოედება ადამიანს. ადამიანის გაორებულია იმ შემთხვევაში თუ ის ფიქრობს, რომ ღმერთთან, ანუ თანატოლი არის ეშმაკი, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, ზოგჯერ ადამიანი იღებს რაღაც მესიჯებს, ხო? არ ჩაჯდე იმ თვითფრინავში, არ დაურეკო ამ ადამიანს, დაურეკე იმ ადამიანს, გესმით? ანუ მას ყოველთვის აქვს კავშირი ღმერთთან გარკვეული ფიქრებით, ყოველთვის აქვს რაღაც გარკვეული სიზმრები. და რა ხდება, ადამიანი ეს არის ეჭვში. ვაიმე ეს სიზმარი ვნახე. კი, მაგრამ ეს სიზმარი ხო ნეგატიურია. ესე იგი დამესიზმრო, რომ ლატერის ბილეთი უნდა ვიყიდო, მაგრამ თუ ეს სიზმარი გამომიგზავნა ეშმაკმა, მაშინ გამოდის, რომ ეს ნეგატიურია და არაფერ ბილეთის ყიდვას მე არ ვაპირებ. ხო და შესაბამისად ვერც არაფერი ვერ აგიხდებათ, ხო? ან თვითფრინავით მიფრინავთ და გაქვთ რაღაც გარკვეული შიშის შეგრძნება დილიდან და იცით რომ აი თვითფრინავში არ უნდა ჩაჯდეთ, მაგრამ თქვენ ფიქრობთ რომ ეს შიშის შეგრძნება გამოგიგზავნათ ღმერთმა. შესაბამისად არ დაუჯერებთ, რა თქმა უნდა და ჩაჯდებით და შეიძლება თვითფრინავი ჩამოვარდეს. გესმით? არ არის საჭირო ესეთი გაორება. საჭირო არის იმის ცოდნა, რომ არსებობს რაღაცას უარყოფითი, მაგრამ ასევე საჭირო იმის ცოდნა, რომ თქვენზე არის არჩევანი, გესმით? რეალურად ღმერთი მართავს ყველაფერს, მაგრამ უკვე თქვენი ნება არის, თქვენ რას აირჩევთ, დადებით საირჩევთ თუ უარყოფით საირჩევთ და რეალურად იმის განსაზღვრა თქვენი დადებითი გელოდება თუ უარყოფითი ძალიან მარტივია. გაანალიზეთ თქვენი ფიქრები ბოლო 1-2 თვის მანძილზე. თუ თქვენ ხართ დადებითი, პოზიტიური და იმედიანი, რა თქმა უნდა თქვენ გელოდებათ დადებითი. ხო და თუ თქვენ ხართ ნეგატიური და ფრჩხილების კნეტაში ატარებთ თელ დროს, რა თქმა უნდა თქვენ გელოდებათ რაღაც გარკვეული ნეგატივი, გესმით? ხო, კარგით, მოდით განვიხილოთ ახლა თვითონ ეს კარტა, ხო, რას გვთავაზობს ეს კარტა სხვადასხვა შემთხვევაში, ცხოვრების όλ შემთხვევაში. როგორი არის ამ კარტის მიხედვით ადამიანი? რა თქმა უნდა, ძალიან ქარიზმატული, ძალიან ჭერმეტყველი, ეშმაკი ზოგადად ძალიან ჭერმეტყველი ინდივიდია, ესე ვთქვათ, ხო? მას აქვს უნარი ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოს. ის არის ინდივიდუალისტი, შესაბამისად ადამიანიც არის ძალიან ინდივიდუალისტი, ის უკვე არის არა ცხრის როლში, არამედ თხის როლში, ინდივიდუალისტი თხის როლში, ხო? ის ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მას უნდა. და თან გარდა ამისა აქვს უნარი, რომ სხვა ადამიანებსაც გააკეთებინოს ის, რაც მას უნდა. და შესაბამისად, ალბათ საინტერესო იქნება ესეთ ადამიანთან ურთიერთობა, როგორც ადამიანთან, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეთ მის მახეში, დაკარგოთ თქვენი ნამდვილი გზა და წახვიდეთ აი ამ ადამიანების მითითებების მიხედვით. ხო, კარგით, ჩვეულებრივად ამ ადამიანებს არ უყვართ დაბალ პოზიციებზე მუშაობა, ცხოვრება, მათ უყვართ სხვა ადამიანების მართვა, ესენი არიან მართველები. გაიცნით, მათ აქვთ ეს ყველანაირი ამისი ნიჭი, მათ აქვთ ესეთი ორატორული ხმის ჩაკრა აქვთ განვითარებული. ძალიან ხშირად შეიძლება მომხიბლელებიც იყვნენ, იმიტომ რომ ეშმაკს აქვს ესეთი მომხიბლელობა, თან მომხიბლელი გარეგნობა და მოკლედ, ფრთხილად ვიყოთ ესეთ ადამიანებთან რეალურად. ხო, ურთიერთობებისთვის ეს კარტა არის აბსოლუტურად როგორ გითხრათ, ნეგატიურია, დადებითი არის მხოლოდ ერთ კონტექსტში, სექსუალურ კონტექსტში. თუ თქვენ გინდათ რაღაც გარკვეული სექსუალური გამოცდილებების მიღება, რაც აქამდე არ მიგიღიათ და ამოგივიდათ ეშმაკის კარტა, კი ბატონო, შეგიძლიათ გადაეშვათ თავით მორევში, თუ თქვენ ამისი სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა. ხოლო სხვა შემთხვევაში, ანუ სტაბილური ურთიერთობების შემთხვევაში, ეს ნიშნავს რაღაც გარკვეულწილად მიჯაჭვულობას, ანუ თქვენ რაღაც გარკვეული არაჯამრთელი იდეებით მიჯაჭვული ხართ თქვენს პარტნიორზე და ის არის თქვენი მწვალებელი, თქვენ ხართ მისი ესე ვთქვათ მაზოხისტი, ანუ ის თამაშობს სადისტის როლს, თქვენ მაზოხისტის როლს, ან და თუნდაც პირიქით. ან შეიძლება თქვენ მიჯაჭვული ხართ თქვენს პარტნიორს სხვა კუთხით, ფინანსური კუთხით შეიძლება იყოს ესე. შეიძლება თქვენ დავუშვათ ყავთ ბავშვები, ბევრი ბავშვები და თქვენ არ შეგიძლიათ მათი რჩენა და იძულებული ხართ ფინანსური თვალსაზრისით აიტანოთ ესა და ეს ადამიანი. ეს არის მიჯაჭვული ურთიერთობა, რომელშიც თქვენ აკეთებთ იმას
კი არა, რაც თქვენ გინდათ, იმას, რაც უნდა შესაბამისად თქვენს პარტნიორს და ნუ ეს ურთიერთობები ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, დასრულდება ცუდად. სამსახურისთვის ეს კარტა შედარებით დადებითია, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იმიტომ რომ ეს კარტა არის საკმაოდ ამბიციური ადამიანების კარტა. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ ასევე დაგაწინაურებენ თქვენი ამბიციების მიხედვით, და თქვენი პირადი ნიჭის მიხედვით, იმიტომ რომ ეშმაკი ყოველთვის მუშაობს თქვენს პირად ნიჭთან. მაგრამ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს გარკვეული სამსახური იყოს ცოტათი საშიში თქვენთვის, იმ ხრივ, რომ შეიძლება თქვენ მოგიწიოთ სხვა ადამიანებისთვის ან კრთამის მიცემა, ან გადმობირება, ან რაღაც მახინაციების მოწყობა, ან ცუდი კონტრაქტების მიცემა, ანუ აი ეგ ყოველთვის ანუ ეშმაკის გვერდით არის გარკვეული ტყვილი, გარკვეულწილად ადამიანების გადაბირება, ну რაღაც გარკვეული ნეგატიური, რა თქმა უნდა, ხო? და შემდეგი დავუშვათ კიდე რა პროფესიები გადის ეშმაკის მეშვეობით. ხო, პროფესიები გადის ესეთი საინტერესო. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ადვოკატი, შეიძლება ეს იყოს პროკურორი, შეიძლება ეს იყოს ბუღალტერი, რომელსაც აქვს შავი ბუღალტერია, ხო? შეიძლება ეს იყოს გარკვეული ცუდი სფეროში მომშავე ადამიანი, შეიძლება იყოს სუწინიორი, შეიძლება იყოს გარკვეული პორნო ვარსკვლავი ან პორნო ინდუსტრიის თანამშრომელი. ხო, შეიძლება ეს იყოს კაზინო, სხვადასხვა თამაშები, ესე ვთქვათ, და რეკლამა შეიძლება იყოს ასევე არაკეთილსინდისიერი რეკლამა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ყველა რეკლამა ფაქტიურად არის არაკეთილსინდისიერი რეკლამა. და ფინანსური თვალსაზრისით კარტა ასევე გულისხმობს ბევრ ფულს, ანუ გვპირდება როგორც ყველაფერ ბევრს, ასევე ფულის თვალსაზრისით გვპირდება ბევრს და ფინანსური თვალსაზრისით კარტა სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ არის ცუდი და შეიძლება გამდიდრებასაც კი გპირდებოდეთ. ზოგადად კარტა გპირდებათ ეხლა თქვენი სურვილების ასრულებას, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მომავალში ამ ყველაფრისთვის ცოტა არ იყოს შეიძლება გადახდა მოგიწიოთ. ანუ რაღაც გარკვეულწილად ცუდად გადაიხადოთ, ესე ვთქვათ, ხო? რაც შეეხება მუსიკას, ეშმაკისთვის შევარჩიე ორი მუსიკა. ერთი იქნება ლეონარდ კოენის The Future, რომელიც ნამდვილად ხატავს დემონისტურ სამყაროს, ანუ კლიპოტურ სამყაროს ამ დედამიწაზე, ძალიან ცუდი მისი გამოხატულებით. და მეორე ვერსია იქნება Prodigy's Firestarter. Prodigy's Firestarter გირჩევთ რომ ნახოთ ორიგინალი კლიპი, სადაც თვითონ ეს სოლისტი მღერის, მას აქვს ესეთი ეშმაკის გარეგნობა. ეს არის ნაჩვენები სიტუაცია, როდესაც ადამიანს უკვე გართობა გადაყავს აი ექსტრემალურ მდგომარეობამდე რა და რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც ეძებს ხიფად ცხოვრებაში, ხო? საერთოდ Prodigy's სოლისტი ძალიან მორიდებული ადამიანი იყო ცხოვრების მანძილზე და როდესაც აი ამ კლიპებს იწერდა, გარდაისახებოდა ხოლმე აუცილებლად და ესეთი რაღაც მისი გარეგნობაც იცვლებოდა, ყველაფერი მისი მიმიკა, ყველაფერი იცვლებოდა და ხდებოდა ნამდვილად დემონისტური და ჩემი აზრით ეს არის იმისი განსახიერება, რომ პატარა ეშმაკი უნდა ჩვენში ყველაში ცხოვრობს და ძალიან დიდი ლექცია გამომივიდა, ვიცი, მგონი გაუტია და ძალიან ბევრი ვილაპარაკი, იმაზე ბევრი ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ ალბათ დამრწმუნებით, რომ ეს სფერო არის ძალიან საინტერესო. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვთვლი. ძალიან დიდი მადლობა და თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია. ხო, შეიძლება ზოგადად ვიდეოები ვეღარ გამოვშვა ესეთი სიხშირით, რომელთაც ვუშვებდი, მაგრამ ეს იქნება რაღაც გარკვეული მცირე დროის განმავლობაში, რაღაც 1-2 თვის მანძილზე და შემდგომ შევეცდები, ну, ისედაც არ ვუშვებდი ძალიან ხშირად ვიდეოებს, მაგრამ მაინც შევეცდები, რომ უფრო ავკრიფო, ესე ვთქვათ, ტემპი. და თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია, ძალიან გთხოვთ დაალაიქოთ არხი, გაუგზავნოთ სხვა ადამიანებსაც, თუ ამათ საჭიროთ ჩათვლით და კარგად ვზრდებოდეთ შემდგომ შეხვედრამდე.